პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. პარლამენტში მიხეილ სააკაშვილი მიდის საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ კვირის მთავარი თემებით. ეთერშია პოლიტიკური კვირა სახელწოდებით დებატების მოლოდინში. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში 22 ივლისს ჩამოდის დიდი მიტინგის სამზადისი თბილისში. 9 აპრილიდან დღემდე ქართველი ხალხი თავისუფალ არჩევნებს მოითხოვს და ამ ლოზუნგის დაუხმებით კიდეც ბაიდენს აცხადებს ოპოზიცია. დავნიშნოთ ერთი სოლიდური და ძალიან ძლიერი ხალხმრავალი აქცია ბაიდენის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. დრო არის ცვლილებებისთვის საქართველოში. Time for change in Georgia. ახალი პარტია ოფიციალურად ჩამოყალიბებულია ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები, ვისთვის ემზადება ალიანსის ლიდერი ირაკლი ალასანიას პოლიტიკური კვირა. გადიან თუ არა ბაიდენის ჩამოსვლის დღეს ოპოზიციის საპროტესტო მიტინგზე ალასანია და მისი ალიანსის წევრები. მხოლოდ საპროტესტო აქციები შეუძლებელი გახდება ამ ცვლილების მიღწევა. მზადა ვართ მივიღოთ მონაწილეობა ყველა არჩევნებში. ბატონი ალასანიასთან ხშირად გაჟღერებულა რომ ის სათარი დიალოგი. დიახ, ჩვენ მზადა ვართ დიალოგისთვის. პარლამენტში ორშაბათს პრეზიდენტი მიდის, ოპოზიციის სამზადისი და მთავარი საკითხები, რომელზეც სააკაშვილის საპარლამენტო უმცირესობისთვის პასუხისგაცემა მოუწევს. მთავარი შეკითხვა არის მთავარი ინტრიგა. ამიტომ დაველოდოთ ორშაბათს. ბოლო პერიოდში მას ტელეეთერით აღარ უსაუბრია, რა სათქმელი დაუგროვდა და რა მოლოდინი აქვს სააკაშვილთან დებატებზე. გიორგი თარგამაძის პოლიტიკური კვირა, რას ეთქვის იგი ისეთს პრეზიდენტს, რაც აქამდე არ უთქვამს. მოусმინეთ ქრისტიან დემოკრატების ლიდერს დღეს პირველ არხზე. ნაციონალურ მოძრაობას ვეღარც წარმოუდგენია, რომ როდესმე შეუძლია ოპოზიციაში ყოფნა მოუწიოს. შეიძლება თქვენ მოგიწიოთ გამოსვლა ქუჩაში, ამაზე არ ფიქრობთ არც ერთი? ისინი ამას აცხადებენ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ამ საკითხების დრამატიზება არის უბრალოდ ჭიქაში ფარიშხლის ატეხვა. რატომ გადაწყვიტა დებატების გამართვა ხელისუფლებამ პარლამენტში? რატომ გადაწყდა მაინც და მაინც ახლა სასწრაფოდ კანონპროექტის მიღება მიტინგების და მანიფესტაციების შესახებ? რას პასუხობს ხელისუფლება ოპოზიციის მზადებას ბაიდენის ჩამოსვლასთან დაკავშირებით? ვისთვის ემზადება სააკაშვილი და მისი გუნდი? პოლიტიკური კვირა პირველი არხის ეთერში. მას შესახვალ პარლამენტში პრეზიდენტი მიდის, რა იქნება მთავარი თემები, რომელზეც მას პასუხისგაცემა მოუწევს. რას უმზადებს სააკაშვილის ოპოზიცია? ამ თემაზე დღეს ოპოზიციიდან გიორგი თარგამაძე, ხელისუფლებიდან კი ნუგზარ ციკლაური ისაუბრებენ. 22 ივლისს თბილისში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის, ჯოზეფ ბაიდენის ქართული ოპოზიცია საპროტესტო მიტინგით დახვდება. ცნობილია, რომ ამ მიტინგში მონაწილეობას არ მიიღებს არც ფორუმი, არც ზურაბ ნოღაიდელის პარტია, არც ალასანიას ალიანსი. რატომ არ უერთდებიან ისინი ოპოზიციას, რომელთა ერთიანობაზეც მარადიული მტკიცება მიდის ხოლმე? ამას ორიოდე წუთში გადაცემის პირველი სტუმარი ირაკლი ალასანია თავად გვეთქვის. ლევან გაჩიჩილაძე აცხადებს, რომ აუცილებელია მიტინგს მაქსიმალურად ბევრი ხალხი დაესწროს, რათა ამერიკას და მთელ დემოკრატიულ მსოფლიოს დაანახონ, რომ საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღება სხვების ჩაურევლადად შეუძლია და საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავალი სურთ. მაშაცე ქვეყანა ჯერ პრეზიდენტის საპარლამენტო დებატების, ორიოდე დღეში კი ბაიდენის ვიზიტის მოლოდინშია. ეთერს გახსნის ირაკლი ალასანია, რომელმაც ამ კვირის დასაწყისში უკვე ოფიციალურად დააფუძნა საკუთარი პარტია სახელწოდებით ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები. რატომ არ გადის ალიანსთან ერთად 22-ის საპროტესტო მიტინგზე? რა ხდება ოპოზიციაში? ირაკლი ალასანია ხსნის ჩვენს ეთერს. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. ხო, დაიკავოთ თქვენი ადგილი. ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც დაგროვდა ამ კვირაში, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი იყო სწორედ ის, რატომ შექმნა ირაკლი ალასანიამ ოფიციალურად საკუთარი პარტია, იმის მიუხედავად, რომ
რომ გარშემო იყვნენ თქვენი პოლიტიკური პარტნიორები, თქვენ მაინც საჭიროდ ჩათვალეთ ამ პარტიის შექმნა. ამაზე 2-3 წუთში უნდა დაგისვათ კითხვა. მანამდე კი და კითხვა რაც მთავარია რისთვის ემზადებით სასწრაფოდ რატომ გადაწყდა ახლა ამ პარტიის გამოცხადება, იმიტომ ხომ არა რომ შესაძლებელია წინ გველოდეს უახლოეს პერიოდში არჩევნები. ამაზე 2-3 წუთში მანამდე მოდით დავიწყოთ 22-თან დაკავშირებით გაჩნდა ასეთი კითხვა, რატომ არ გადის ირაკლი ალასანია ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო მიტინგზე, რომელიც ბაიდენის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გადაწყდა რომ გაიმართოს. და ეს არის მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილება თუ ასევე რესპუბლიკელები და ახალი მემარჯვენეებიც პროტესტს უცხადებენ ამ მიტინგს? დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მადლობ თქვენ რომ იღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება თვითონ აქციას 22-ში, ჩვენ ვთვლით და ეს არა მარტო ჩემი პარტიის გადაწყვეტილება, ეს არის ზოგადად ალიანსის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მოგვეცემა საშუალება პირდაპირ შეხვედრის, პირისპირ შეხვედრის დროს ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან ვილაპარაკოთ იმ საჭიროებო საკითხებზე, რაც ეხება ჩვენს შიდა პოლიტიკურ ვითარებას, ასევე ზოგადად ქვეყანაში შექმნილ და ქვეყნის ირგვლივ შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, კონფლიქტურ ზონებში მიმდინარე პროცესებზე, ასე რომ ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ სწორედ პირისპირ შეხვედრის დროს დავაყენოთ ის საკითხები, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი და აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ ამისთვის რამე საგანგებო აქციის გამართვა. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ნაწილი ოპოზიციური პარტიების ფიქრობს, რომ საჭიროა რომ ესეთი აქცია შედგეს, ეს მათი გადაწყვეტილება, ჩვენ პარტიის წევრ მათ გადაწყვეტილებას ოპოზიციაში. მე არ მინდა რაღაც ქვეტექსტები წაიკითხოთ ეხლა ჩემს ამ შეკითხვაში, როგორც წესი პოლიტიკოსები ღიზიანდებიან ხოლმე, რომ აი ჟურნალისტები სპეციალურად ეძებენ რაღაც ასეთ თემებს, მაგრამ ეს ნიშნავს თუ არა, რომ ოპოზიციაში არის უკვე აი ორად გაყოფილი აზრი, იმიტომ რომ თქვენ როგორც ბრძანეთ, ჩვენ გვექნებაო საშუალება ბაიდენთან პირისპირ შეხვედრის, რამდენადაც ვიცი, სხვებსაც ექნებათ, იგივე ლევან გაჩეჩილაძეს, ხო, მაგრამ ისინი აპირებენ მიტინგზე თანაც ქუდზე კაცის გაყვანას. ეს ნიშნავს თუ არა რომ თქვენ დაშორდით ოპოზიციის დანარჩენებს? არანაირი გაღიზიანება მე მგონი ჩემგან არ გიგზნიათ, პირიქით ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი, როდესაც ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა მიდგომა და მოსაზრება აქვს. ამას აღარ ჩაუღრმავდები, მე უბრალოდ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, იმიტომ რომ ჩვენ გარდა ამისა საშუალება გვქონდა ვაშინგტონში ვიზიტის დროს ქონოდა ლაპარაკი თეთრი სახლის და სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებთან და ის თემები რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უკვე მივაწოდეთ სახელმწიფო დეპარტამენტსაც და თეთრ სახლს. ეს ვიზიტი მაშინ უკვე დაგეგმარების პროცესში იყო და რა თქმა უნდა ამ ვიზიტთან დაკავშირებითაც ჰქონდა საუბარი. აქედან გამომდინარე, ის შეხვედრა, რომელიც შედგება, არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ვიდრე რაიმე სხვა ფორმით აქციის გამართვა. ამიტომ აქ არის უბრალოდ ასაკთა სხვადასხვაობა, მეტი არაფერი. არანაირ განხეთქილებაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი. იზიარებდნენ იგივე დავით გამყრეიძე თავისი გუნდით გნებავთ და რესპუბლიკელი. მე გითხარით, რომ ეს არის არა მარტო ჩემი პარტიის, ეს არის ჩვენი საერთო ალიანსური გადაწყვეტილება. ბატონო ირაკლი, ელოდებით თუ არა, რომ იგივე ბაიდენის ჩამოსვლის შემდეგ შესაძლებელია შიდა პოლიტიკურ სიტუაციაში რაიმე შეიცვალოს რადიკალურად. მოდით გავყვეთ მოვლენებს. პრეზიდენტი ბოლო პერიოდში გახდა ძალიან აქტიური, იგი ატარებს მთავრობის ხდომებს, გადაწყვეტა პარლამენტში დებატებზე მივიდეს, აკეთებს ძალიან მკვეთრ განცხადებებს. ის და მისი გუნდის წევრები განსაკუთრებით კახათ არგამაძის გამოჩენის შემდეგ გაუმყარდა ხელისუფლებას ტონი. გადავხედოთ იმასაც, რომ სამ ტელევიზიაში ზედიზედ განხორციელდა ცვლილებები და რაც არ უნდა ჩვენ თვალები ვხუჭოთ რაღაც შექმნის სიტუაციაზე, ფაქტია რომ ეს არის ძალიან უცნაური და ძალიან საეჭვო დამთხევა. ანუ შეიძლება თუ არა რომ რაღაცეები შეიცვალოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაში. თქვენ ბრძანეთ რომ ვაშინგტონში როცა იყავით, ქონდათ უკვე რაღაც კონკრეტული შეხვედრები და ახლა მითხარით, რას ელის ირაკლი ალასანი ამ ვიზიტის? მე ძირითადად ორ რამეს. პირველი ეს იქნება თვითონ ადმინისტრაციის მხრიდან კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ბუნებრივი აგვისტოს მოვლენების მერე და მას მერე, როდესაც შედგა სამიტი მოსკოვში, როდესაც კიდევ დაფიქსირდა იქაც ძალიან არაერთ მნიშვნელოვნად მხარდაჭერა საქართველოსადმი. ეს თუნდაც ოსეთში განხორციელებული ვიზიტის ცხინვალის რაიონში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ კიდევ ერთი დემონსტრირება იქნება დასავლეთის და კონკრეტულად ადმინისტრაციის მხრიდან, რომ საქართველოში მათი სტრატეგიული ინტერესები არის და დარჩება. ანუ საქართველოს ვისაც ჰქონდა ილუზია იმისა, რომ შეიძლებოდა დიდ ქვეყნებს შორის შეხვედრისას რაიმე ფორმით საქართველოს პოზიციები იქნებოდა დათმობილი, ეს ილუზია უნდა გაქრეს. ამიტომაც ეს პირველ რიგში იქნება ამის დადასტურება. რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ საკითხებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრების დროს და ეს გამოვლინდება ჩვენთან შეხვედრის დროსაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოში
დაემყარება ინსტიტუციონალურ ფორმებს და ეს პირველ რიგში გამოვლინდება იმაში, რომ მათ სახელმწიფოებრიობის ხელშეწყობას, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამტკიცების გზად მიაჩნიათ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება. დაინახა ყველამ ძალიან კარგად, რომ საქართველოში პრობლემების არსი არის იმაში, რომ ერთ ინსტიტუტში, პრეზიდენტის ინსტიტუტშია თავმოყრილი განუზომელი ძალაუფლება, რამაც დაასუსტა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორც არის პარლამენტი, როგორც არის თავისუფალი მედია, როგორც არის სასამართლო და ამიტომ მთლიანად ფოკუსი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ძირითადად გაკეთდება სწორედ სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული ინსტიტუტების შენებლობაზე. ეს დემონსტრირებული არის პირველ რიგში იმითაც, რომ გამოიყოს საკმაოდ სოლიდური თანხა, აქ არ არის საუბარი მხოლოდ პოლიტიკურ კაპიტალზე, აქ არის საუბარი ფინანსურ კაპიტალზეც, თუნდაც ის 20 მილიონი, რომელიც დემოკრატიული განვითარებისთვის არის გამოყოფილი, ეს არის ძალიან ნათელი სიგნალი იმისა, რომ საქართველოში ისინი ეძებენ არა კონკრეტულ პოლიტიკურ დასახდენს, რომელიმე პოლიტიკურ ძალაში, არამედ ეძებენ სახელმწიფოს და ეძებენ ინსტიტუტებში დასახდენს. ეს ჩემი აზრით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელსაც ბაიდენი ჩამოიტანს საქართველოში და ჩვენ სწორედ ამ შეხვედრისას გვინდა გქონდეს ძალიან ღია, უწრფელი ლაპარაკი იმ მეგობართან, რომელიც არის ავტორი საქართველოსთვის მილიარდიანი მხარდაჭერის, ზუსტად რუსეთთან აგრესიული ომის შემდეგ და ეს კიდევ ერთი დემონსტრირება იქნება მისი მხრიდან, რომ ის პირადად არის ჩართული საქართველოს გასაგებია, მაგრამ ეხლა დიპლომატიური და პოლიტიკური საუბრიდან რომ გადმოვიდეთ ძალიან ისე ჩვეულებრივ ენაზე, რას ნიშნავს ეს? თქვენ საუბრობდით, რომ იგი მოითხოვს რაღაც კონკრეტულ ცვლილებებს, თქვათ არ შეიძლება უпростоრეთ ამერიკის მხრიდან დაფიქსირდება ასეთი სურვილი. აი ძალიან მარტივად რომ თქვათ, შეიძლება რაიმე შეიცვალოს. მე სულ მადანაშაულებენ ხოლმე სხვათა შორის, რომ ძალიან უყვარს კულუარული ამბების პირდაპირ ეთერში მოყოლა და რაღაც ჭორები და ასე შემდეგ. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს კულუარული ამბავი მართლდება ხოლმე. ვრცელდება ასეთი ინფორმაცია, ჯერ ვთქვათ, რომ ორი ძალიან საინტერესო ვიზიტი იყო ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს იყო თქვენი და ეს იყო ვანო მერაბიშვილის. ანუ ამ ორმა ვიზიტმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. თავისთავად რა დირექტივები შეიძლება მიიღოს ხელისუფლებამ და ასე შემდეგ. ვრცელდება ასეთი ხმა, რომ შესაძლებელია ამ ვიზიტის შემდეგ მოხდეს ძალიან სერიოზული ცვლილებები და ირაკლი ალასანია შესთავაზონ პრემიერ-მინისტრის პოსტი. არის თუ არა ეს რეალური? რაც არ უნდა იყოს მოარული ხმები, მე მინდა ამაზე დღეს თქვენი პასუხი. ძალიან პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს, არანაირ ინსტრუქციების მისაღებად საქართველოს და მე პირადად წარმომადგენელი ალიანსის არ ყოფილვარ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის დამთხევა იყო, როდესაც სხვა წარმომადგენლები ხელისუფლების იყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა ძალიან უცნაური დამთხევა იყო. დამთხევები ხდება ცხოვრებაში, მაგრამ რაც მთავარია, როდესაც მე ვიძახი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა იქნება დაფუძნებული კონკრეტული ამოცანების მიღწევა საქართველოში და ეს არის თუკი სახელმწიფოებრიობას გვერდში უნდა დაუდგნენ ინსტიტუტების მშენებლობას, ეს იქნება ძალიან კონკრეტულად შესრულებული. თქვენ იცით, ხელი მოეწერა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას და პრაქტიკულად სამივე მიმართულება ამოქმედდა უკვე. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა, სადაც იქ კონკრეტულად იქნება მინიშნებული თუ ის თანხები, ის დაფინანსება, რომელიც ამერიკიდან მოდის, უნდა მოხმარდეს მედიის თავისუფლებას, ჟურნალისტური პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. ეს არის კონკრეტული ამოცანები, რომელიც უნდა შეასრულოს. ანუ ამ თემებზე იქნება საუბარი უეჭველად ამ ვიზიტისას, ბატონო ირაკლი. მაშ რას დაუკავშიროთ? მოდით მითხარით თქვენი როგორც პოლიტიკოსის, როგორც პოლიტიკური ლიდერის მოსაზრება. სამ ტელევიზიაში ზედიზედ განხორციელებული ცვლილებები. ერთ-ერთი მათ შორის შეეხო პირველ არხსაც, სადაც ამ წუთას გადის ჩვენი გადაცემა. მითხარით როგორ თქვენ საუბრობთ, რომ აი იქნება ამ თემებზე რაღაც ამ თემებს შეეხებიან და კონკრეტული მოსაზრებები და პოზიციები დაფიქსირდება. ამ ვიზიტს წინ უძღოდა სწორედ ასეთი ცვლილებები. მე არ ვუკავშირებ მაინც და მაინც ბაიდენის ვიზიტს ამ ცვლილებებს, მაგრამ რითი ხსნის პოლიტიკური პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია თუნდაც ტელესივრცეში განვითარებულ მოვლენებს? ჯერ ეს ერთი არც თუ ისე უსაფუძვლოდ უკავშირებთ ალბათ ბაიდენის ვიზიტს ამ ცვლილებებს. რაც ხდება, თქვათ, იგივე იმედთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, იმიტომ რომ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი აქ პიროვნებებზე არ მაქვს ლაპარაკი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, როდესაც ინიშნება ამ ჰოლდინგის ხელმძღვანელად, ეს არის პირდაპირ გახსნილად შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ იმედს პრაქტიკულად ფლობს სახელმწიფო. რაც შეეხება, მაგრამ მან თქვა, რომ მე უკვე აღარ ვარ პოლიტიკაში და მე წავედი ბიზნესში და ასე შემდეგ. ეს რამდენად როგორ შეიძლება სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველი ბოლო დრომდე გახდეს მედია ჰოლდინგის ხელმძღვანელი და ჩვენ ეჭვი არ შეგვეპაროს იმაში, რომ აქ არის საუბარი კიდევ უფრო მძაფ კონტროლზე იმედის ტელევიზიის. მაგრამ რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს ცვლილებები ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ
მე დიდი ინტერესით ვადევნებ თვალყურს როგორ განვითარდება ეს მოვლენები. მე დარწმუნებული ვარ უბრალოდ ჩინაგანად, რომ სახელმწიფოს ხელისუფლებას მოუწევს დათმობებზე წავიდეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. ისევე როგორც მათ მოუწევს დათმობებზე წავიდეს საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით. ეს ის თემებია, რომელიც ჩვენ ოპოზიციას ძალიან გვაინტერესებს. პირველ რიგში თუ კი რამე უნდა შეიცვალოს და რამეზე უნდა დავხარჯოთ ჩვენი პოლიტიკური ძალისხმევა, ეს არის საარჩევნო გარემოს შეცვლა. რატომ აკეთებთ ახლა ამაზე აქცენტს? მოდით მე დაგისვამთ კითხვას პირდაპირ. ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი აპირებს შესაძლებელია უფრო სწორედ არჩევნები უფრო ადრე ჩატარდეს, ოღონდ საუბარი არის ადგილობრივ არჩევნებზე. იგივე ამ ვიზიტის კონტექსტში რომ განვიხილოთ და რაღაც მოსალოდნელი თქვენი მხრიდან, აი რას ფიქრობთ, რომ დაინიშნოს ადგილობრივი არჩევნები? მიიღებს თუ არა ირაკლი ალასანია საკუთარ პარტიასთან ან ალიანსთან ერთად ამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას. პირდაპირ თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ ამ კითხვას. ძალიან პირდაპირ გიპასუხებთ. პირველ ნაწილზე თქვენი შეკითხვის, იმიტომ ვაკეთებთ ამ ხელა აქცენტს საარჩევნო გარემოზე, იმიტომ რომ არანაირი აზრი არ ექნება არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ შეიცვალა საარჩევნო სისტემა ქვეყანაში. თუ არ გვექნება გარანტირებულად იმის შეგრძნება, რომ არჩევნები, რომელიც ჩატარდება სამართლიანად და თავისუფლად. ამიტომაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს ვილაპარაკოთ საარჩევნო ატმოსფეროს, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე. რაც შეეხება არჩევნებს, მე არაერთხელ უკვე განვაცხადე, რომ მზადა ვართ ნებისმიერ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. მათ შორის რომ დაინიშნოს ეს ადგილობრივი არჩევნებში, თუ კი შეიცვლება საარჩევნო სისტემა. და ამიტომაც არის ჩვენთვის პრიორიტეტული საარჩევნო სისტემაზე ლაპარაკი დღეს. და არა მხოლოდ ლაპარაკი, რომ მზადყოფნა არის ჩემი მხრიდან სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად, ოპოზიციურ და ასევე ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, აი ამ კონკრეტულ საკითხზე ვილაპარაკოთ. ბატონო ირაკლი, ხომ ჩვენი ბოდიშვიხტი, ჩვენი შეთავაზება, რომელიც უკვე პრაქტიკულად დასრულებულია საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ საზოგადოებას თვის იქნება გაზიარებული, იქნება გაზიარებული იმ სამუშაო ჯგუფისთვისაც, რომელიც მუშაობს ამდენი ხანია უნდა ყოფოთ ამ საკითხზე და თუ კი ინტერესთა თანხმედრა იქ გამოიკვეთა, ჩვენ ბუნებრივია ვითანამშრომლებთ მათთანაც, იმიტომ რომ ქვეყანაში ყველა მოქალაქეს უნდა გაუჩინოთ განცდა იმისა, რომ ცვლილებები იქნება სამართლებრივ ფორმატში, ანუ ჩვენ ვქნით სამართლებრივ სახელმწიფოს ადგილობრივი არჩევნების დონეს. რა თქმა უნდა. მე შეგახსენებთ ამას შემთხვევით არ გეკითხებით, ეს საპროტესტო გამოსვლები, რომელშიც თქვენც იღებდით მონაწილეობას, დაიწყო მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით და არა, გახსენებთ იმიტომ, რომ დღეს უკვე ჩვენ ვსაუბრობთ არა სააკაშვილის წასვლაზე, ან უფრო სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებზე, არამედ ადგილობრივ არჩევნებზე. მე შეგახსენებთ ასევე, როდესაც ჩვენ 6 პუნქტიანი შეთავაზება გაუკეთეთ მიხეილ სააკაშვილს და ხელისუფლებას, იქ ეწერა, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად ჩვენ მზადა ვართ ვილაპარაკოთ ახალ საარჩევნო პოლიტიკურ კალენდარზე. ჩემთვის თავარი არის, რომ ეს ცვლილება დაიწყოს სამართლებრივ ფორმატში და ნებისმიერი შეცვლა ხელისუფლების ქვეყანაში ვადამდელი, როგორც არ უნდა მოხდეს, ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური ფორმით. ერთადერთი გზა ამისა არის არჩევნები. და არჩევნებში რომ მივიდეთ, უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა. არჩევნებამდე რომ მივიდეთ, ამბობთ, მაგრამ ვიდრე დაინიშნებოდა ან საერთოდ რაღაცა მსგავსი გამოიკვეთება, ჩვენ ხვდებით მოწმენი, რომ ირაკლი ალასანია ოფიციალურად ქმნის საკუთარ პარტიას. მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ. გამიჩნდა ასეთი კითხვა, ვთქვათ იგივე დავით გამყრელიძე ყოველთვის კატეგორიულად აფიქსირებს, რომ ერთადერთი მოთხოვნა ეს არის სააკაშვილის წასვლა ვადამდელი საპარლამენტო საპრეზიდენტო არჩევნები. მე წეგან კითხეთ იგივე ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებაში თქვენი პასუხი. მე გამიჩნდა ასეთი კითხვა, რატომ გახდა აი ეხლა სწორედ ყრილობა როგორც ვიცით არის სექტემბერში დაგეგმილი სასწრაფოდ ამ ზაფხულში ოფიციალური განცხადება საჭირო, რომ თქვენ საკუთარი პარტია შექმნით, ოფიციალური პრეზენტაცია. გეკითხებით იმიტომ, რომ ხომ არ არის თქვენს ალიანსში განხეთქილება, რომ ალასანია სურს მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და თქვა თქვენს პარტნიორ პოლიტიკოსებს არა, იგივე ახალ მემარჯვენეებს. ამიტომ ხომ არ შექმნით თქვენი პარტია, რამ გამოიწვია ამ პარტიის ეხლა მაინც და მაინც შექმნის აუცილებლობა. ჩვენ პარტიის შექმნასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორები დიდი ხნის წინ ჩავაყენეს საქმის კურსში პრაქტიკულად, როდესაც ალიანსი შევქმნით მაშინაა. მაგრამ იმ დროისთვის უკვე ქუჩის აქციები, სხვა საპროტესტო აქციები იმდენად სწრაფად მიმდინარეობდა, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ უკვე ჩამოგვეყალიბებინა სტრუქტურულად ახალი პარტია და როდესაც უკვე ამის შესაძლებლობა გაჩნდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავაფუძნეთ პარტია. ეს პერიოდი სექტემბრამდე ჩვენ ძირითადად დაკავებული ვიქნებით ჩვენი რეგიონალური სტრუქტურების შემოყალიბებით, პარტიის სტრუქტურის რეალურად გაშლით რეგიონებშიც და დედაქალაქშიც და ჩვენ რეალურად დავიწყებთ მომზადებას
იმ არჩევნებისთვის, რომელიც შესაძლოა ადგილობრივი არჩევნებისთვის ნებისმიერი არჩევნები, რომელიც იქნება ქვეყანაში დანიშნული, ახალ საარჩევნო გარემოში და ახალ საარჩევნო სისტემაში არის ის არჩევნები, რომლებშიც ჩვენი პოლიტიკური ძალა მიიღებს მონაწილეობას. დააყენებთ თქვენს თავს, თქვათ მერის კანდიდატურად კი იქნება. არანაირი განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებთან არ აქვს. კი ბატონო, დააყენებს ირაკლი ალასანია საკუთარ კანდიდატურას, თუნდაც ადგილობრივ არჩევნებში მერის არჩევის შემთხვევაში. მონაწილეობა ნიშნავს იმაში, რომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას კანდიდატის შერჩევაში და კანდიდატურა, ჩემი აზრით, კონკრეტულად მერის თანამდებობაზე უმჯობესი იქნება, რომ ძირითად პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალებთან იყოს შეთანხმებული. ამიტომ ამას კონსულტაციები გამოიწვევს. მე მინდა თქვენთან მოვასწრო ორი შეკითხვის დასმა, ერთი ეხება კახათ არგამაძეს და მეორე ეხება თქვენს პარტიას. არანაირად არ გაკავშირებთ ერთმანეთთან, უბრალოდ ეს არის ერთი კითხვა, რომელიც მინდა რომ დაგისვათ. იგივე კახათ არგამაძის თემა უმრავლესობის მხრიდან გახდა თქვენს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების ძალიან ისეთი სერიოზული საბაბი. აი ყველა გამოდიოდა და ამბობდა ამ დღეებში დააფიქსიროს ირაკლი ალასანიამ საკუთარი პოზიცია თარგამაძესთან მიმართებაში. დააფიქსიროს აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ გვაინტერესებს იგი ემიჯნება თუ არა. რა სიტყვით მითხარით თქვენი დამოკიდებულება, იგივე თქვენი პარტნიორების შეხვედრა, ვთქვა დავით გამყრელიძის კადრები ბერლინში გადაღებული. მე არ ვამბობ ეს ცუდი იყო, კარგი იყო. მაინტერესებს თქვენი პოზიცია როგორია ამ თემასთან მიმართებაში. მე ამასთან დაკავშირებით ხალხო გავაკეთე უკვე განცხადება. რა თქმა უნდა ის სერიოზულ თემად იყო წარმოჩენილი, მაგრამ შეკითხვები იყო აბსოლუტურად არასერიოზული. რაც შეეხება შეხვედრას, ეს იყო შეხვედრა იმ ადამიანების, ვინც შეხვდა კახათ არგამაძეს, მე მას არ ვიცნობ, რომ ვიცნობდე, რა თქმა უნდა, ამაშიც გასაოცარი არაფერი არ იქნებოდა, იმიტომ რომ ჩვენ გარკვეულად ერთ პერიოდში მუშაობდით სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ შეხება არ გქონია. რაც შეეხება თვითონ შეხვედრის შინაარსს, ეს ამის შესახებ მე არ ინფორმირებული და არც მაინტერესებს, იმიტომ რომ არანაირად არ ეხება ეს შეხვედრა ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას. უკავშირებს. მოდით მე პეტრე ცისკარიშვილის ერთ განცხადებას წავიკითხავ. ერთის მხრივ გაუთავებლივ გესაუბრებიან დიალოგზე თანამშრომლობაზეო, რაც არის ძალიან კარგიო, მაგრამ მეორეს მხრივ ისეთ შავბნელ ხალხს ხვდებიან, როგორც არის კახათ არგამაძე და ასე შემდეგ. შემდეგ იგი ასევე საუბრობდა დავით ონოფრიშვილი, მაგალითად, თქვენი პარტიის წევრი, ახალი სახე, ასე ვიტყოდით. შევარდნაძის მთავრობაში იყო, მაშინ იყო კახათ არგამაძე შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც მუდმივად ირღვეოდა ბიუჯეტი და აი რატომ უკავშირებენ ეს ადამიანები, როგორ დღევანდელი ხელისუფლების დიდი ნაწილი კოლეგები იყვნენ კახათ არგამაძის იმ მთავრობაში, ამიტომ ამას მე არანაირ მნიშვნელობას არ ვარიჭებ, ვინ სად იყო, მთავარია ვინ რა პიროვნება იყო და რა პრინციპებით ხელმძღვანელობდა თუნდაც იმ დროს ხელისუფლებაში მოღვაწეობის დროს. ჩემგან ისე უბრალოდ ჟურნალისტური ამას შეკითხვის სახით არ ვსავ დავით ონოფრიშვილი ისე ობიექტურობისთვის უნდა ითქვას რომ რევოლუციის შემდგომ რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ასე რომ ამ შემთხვევაში მე დავით ონოფრიშვილთან მიმართებაში მინდოდა რომ გაგვეხსენებინა ისიც რომ იგი შევარდნაძის დროინდელი იყო მაგრამ რევოლუციის შემდგომ ზოგადად პარტიას მე ჩვენს საპროგრამო გამოსვლას იმედი მაქვს ნაწილი საზოგადოების უკვე გაიცნო ჩვენ დავდეთ ის სტრატეგიული მიმართულები რაზეც ვაპირებთ მუშაობას და უკვე რეალურად დოკუმენტი რომელიც გავავრცელეთ ზუსტად იმის მიმანიშნებელია რომ ძირითადად ჩვენი აქცენტი გადატანილი იქნება ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე როგორც არის ეკონომიკა, სოციალური სფერო ეს არის ის თემები რაც ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს და ამიტომაც ვაპირებთ სწორად რეგიონებში გასვლას რომ თვითოულ მოქალაქესთან რეალურად შეხვედრის პირობებში გავიგოთ თუ რა აწუხებთ მათ და როგორ ვაპირებთ ჩვენი პარტია და ის პოლიტიკური ძალები ვინ ჩვენთან არის ასოცირებული ამ პრობლემების გადაჭრას. ამიტომაც არის აუცილებელი პარტიული სტრუქტურის შექმნა ჩვენ ეკონომიკაში რეალურად ვაპირებთ ისეთი რეფორმების განხორციელებას რომელიც მისცემს საშუალებას თითოეულ ბიზნესს, თითოეულ მოქალაქეს საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი ნიჭის შესაბამისად განავითაროს და რეალიზაცია გაუკეთოს საკუთარ მიზნებს. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს რომ სოციალური მხარე რომელიც დღეს პრაქტიკულად დავიწყებულია, როდესაც საარსებო მინიმუმი ქვეყანაში არის 129 ლარი და პენსია 75, ეს არის ის მდგომარეობა რომლის შეგუება არც ერთ მოქალაქეს და ზოგადად არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია. ამიტომაც ჩვენ რეალურად ვართ მზად ამ რეფორმებისთვის, რომელიც მისცემს მოქალაქეებს არა მარტო სოციალური დაცვის გარანტიებს, ჯანმრთელობის დაცვის გარანტიებს, ასევე სამართლებრივი დაცვის გარანტიებსაც. იმიტომ რომ დღეს საზოგადოება ძალიან მომთმენია. ელოდება, რომ ეს პროცესი, სახელმწიფოებრივი ტრანსფორმაციის პროცესი შეიძლება არ იყოს მოკლე, მაგრამ რასაც ვერ ეგუებიან დღეს, ეს არის უსამართლობა. უსამართლობა, რომელიც რეალურად მოდის იქიდან, რომ არ არსებობს თავისუფალი სასამართლო, არ არსებობს სიტყვის თავისუფლება. ამიტომ ეს ის საკითხებია, რომელზეც ყველა პოლიტიკური ძალა, პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა დღეს
უნდა მუშაობდეს და ამიტომაც ჩვენი პარტიის სამომავლო გეგმები პირდაპირ იქნება დაკავშირებული ესეთ დებატებთან. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ დაგვრჩა ზუსტად 1 წუთი და მე მინდა ამ 1 წუთში მოვასწრო და პასუხი მივიღო მაშინ ერთ ასეთ შეკითხვაზე. ყველანი ვინც დღეს ოპოზიციური ლიდერები არიან, თითქმის არა ყველა, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი იყავით ერთად. ვარდების მთავრობის წარმომადგენლები ირაკლი ალასანია დიპლომატიურ სამსახურში იყო, მაგრამ მაინც ყველანი იყავით ამ ხელისუფლების სახეები. თუ კი ერთად ვერ მოახერხეთ, ყველა ამ ადამიანმა ნინო ბურჯანაძიდან დაწყებული თქვენი დასრულებული, თუნდაც რომ შებრძოლებოდით იმ უსამართლობას, რომელზეც მე და თქვენ საუბრობდით, თანხმდებით, შესაძლებელია ხო ხშირ შემთხვევაში, ცალ-ცალკე როგორ მოახერხებს. აი ეს კითხვა შეიძლება ძალიან ბევრ მაყურებელს ჰქონდეს. ანუ ჩვენ ვისმენთ იგივე განცხადებებს თითოეული იმ ლიდერისგან, ვინც იყო ამ ხელისუფლებაში და დღეს წავიდა ოპოზიციაში. ეს არის ჩემი ბოლო კითხვა. ბოლო კითხვას უპასუხებ ისე, რომ საზოგადოება თვითონ გადაწყვეტავს, როდესაც დაინახავს თუ რა პროგრამით, რა შეთავაზებით, რა ალტერნატივით მოდის ესა თუ ის ზალა, იმას დაუჭერს მხარს, ვისიც ჯერა და ვისაც დაუჭერებს. ამიტომ ეს იქნება ძალიან ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესი ჩვენს პოლიტიკაში. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, ჩემი პარტიის, ჩემი ალიანსის გადაწყვეტილება და ვინც გამოვყვება ამ გზაზე, დარწმუნებული ვარ წარმატებასაც მიაღწევს. ვინც არ გამოვყვება, იმათაც რა თქმა უნდა თავის გზაზე, თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მე წარმატებას ვუსურვებ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და მინდა გისურვოთ წარმატება. მინდა ვისურვო, რომ სექტემბერშიც გექნებათ საშუალება მოგვიწვიოთ თქვენს გადაცემას. დიდი მადლობა. მაშინ ეს იყო ირაკლი ალასანია. მან დაადასტურა, რომ თუ კი დაინიშნება ადგილობრივი არჩევნები, მისი გუნდი მიიღებს მონაწილეობას და სავარაუდოდ ამ არჩევნებისთვის ისინი საერთო კანდიდატზე შეთანხმდებიან. ხოლმე პარლამენტში პრეზიდენტ ელიან, რისთვის ემზადება სააკაშვილის გუნდი და რას უმზადებს საპარლამენტო ოპოზიცია ხვალ მიხეილ სააკაშვილს. დილის 5 საათიდან ხვალ პარლამენტის ყველა შესასვლელ კარებთან განლაგდებიან ახალგაზრდული მოძრაობას შემოგვიერთდის წარმომადგენლები. ისინი პირობასდებენ, რომ პრეზიდენტის დებატები მათი მეგაფონების ფონზე ჩაივლის და რომ სააკაშვილს მოუწევს მოისმინოს მათი მოთხოვნები. პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ხვალინდელი დებატები კარიკატურული იქნება. ყველაფერი დამყაყდა, ყველაფერს შმორის სუნი აზდის. ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული პასუხები ხელისუფლებისგან, აცხადებს გიორგი თარგამაძე. რა პასუხები აქვს ხელისუფლებას და რის სათქმელად მიდის პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი ნუგზარ ციკლაური განაგზობს ჩვენს ეთერს. ბატონო ნუგზარ, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. თქო დაიკავოთ თქვენი ადგილი, მე კი რეკლამის შემდეგ დავუსვავ ბატონ ნუგზარს პირველ შეკითხვას. რა ხდება, რატომ გახდა ხელისუფლების ტონი ასეთი მკვეთრი და რისთვის ემზადება სააკაშვილი და მისი გუნდი, რისთვის ემზადებით ბატონ ნუგზარ, ზედიზე და ესე იგი გამართული მთავრობის ხდომები, შემდეგ თანხმობა პარლამენტში დებატებზე, რა ხდება ხელისუფლების გუნდში. რამდენიმე წუთში ჩვენ პირველ შეკითხვაზე პასუხებს მივიღებთ. ბოლო პერიოდში მას ტელეეთერით აღარ უსაუბრია, რა სათქმელი დაუგროვდა და რა მოლოდინი აქვს სააკაშვილთან დებატებზე. გიორგი თარგამაძის პოლიტიკური კვირა, რა ეთქვის იგი ისეთ პრეზიდენტს, რაც აქამდე არ უთქვამს. მოусმინეთ ქრისტიან დემოკრატების ლიდერს დღეს პირველ არხზე. ნაციონალურ მოძრაობას ვეღარც კი წარმოუდგენია, რომ როდესმე შეუძლია ოპოზიციაში ყოფნა მოუწიოს. შეიძლება თქვენ მოგიწიოთ გამოსვლა ქუჩაში, ამაზე არ ფიქრობთ არც ერთი? ისინი ამას აცხადებენ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ამ საკითხების დრამატიზება არის უბრალოდ ჭიქაში ხარისხის ატეხვა. რატომ გადაწყვიტა დებატების გამართვა ხელისუფლებამ პარლამენტში? რატომ გადაწყდა მაინც და მაინც ახლა სასტრაფოდ კანონპროექტის მიღება მიტინგების და მანიფესტაციების შესახებ? რას პასუხობს ხელისუფლება ოპოზიციის მზადებას ბაიდენის ჩამოსვლასთან დაკავშირებით? რისთვის ემზადება სააკაშვილი და მისი გუნდი? მაშასე განვაგრძობთ გადაცემა სახელწოდებით დებატების მოლოდინში. დავიწყოთ ბატონ ნუგზარ. ხვალ იქნება საკმაოდ დაძაბული დღე საქართველოს პარლამენტში. ყოველ შემთხვევაში საპარლამენტო ოპოზიცია აპირებს, რომ ძალიან მძიმე დღე გაუთენოს უმრავლესობას. მათ აქვს თავისი მთელი რიგი შეკითხვები და ამ თემაზე ოდნავ მოგვიანებით ჩვენს ეთერში ისაუბრებს გიორგი თარგამაძე. მანამდე კი მე მინდა გავემეორო შეკითხვა, რომელიც რეკლამამდე დაისვა ჩვენს ეთერში. რისთვის ემზადება ხელისუფლება? უпростоრეთ მოდით კითხავთ პირდაპირ. ემზადებით თუ არა უკვე არჩევნებისთვის? გადავიდა თუ არა ხელისუფლება წინა საარჩევნო რეჟიმში. საღამომშვიდობის კიდევ ერთხელ მივესალმები ყველა ტელემაყურებლებს. თქვენ მინდა დიდი მადლობა გითხრათ შესაძლებლობისათვის, რომ კიდევ ერთხელ შემიძლია ვესაუბრო საქართველოს მოქალაქეებს. მადლობთ, რომ მობრძანდით პირიქით. დიდი მადლობა. საქართველოს პრეზიდენტი არ იყო ვალდებული მონაწილეობა მიიღო ამ დებატებში. იცით, რომ დებატები დაინიშნა ოპოზიციის მოთხოვნით.
ძალიან საინტერესო იქნებოდა ისედაც დებატები პოლიტიკურ ძალებს შორის, ჩვენ დავეთანხმეთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, თუმცა პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ მანაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. მე ვფიქრობ იმ ფონზე, როდესაც ძალიან ხშირად ამბობდნენ ხოლმე, რომ აი პრეზიდენტი ხშირად არ მიდის პარლამენტში, პრეზიდენტი თავს არიდებს პირდაპირ პოლიტიკურ დებატებს, ეს არის ძალიან კარგი სიმპტომი და პოლიტიკურ ძალებს შეიძლება დასვან შეკითხვები, გამოთქვან თავიანთი ხედვა, თავიანთი ვარაუდები. თუ აქვს სურვილი რომ გაათენონ მძიმე დღე შეიძლება გახენდეს, მაგრამ ვეჭობ რომ იყოს უმრავლესობისათვის ეს მძიმე დღე. მე ვფიქრობ მძიმე დღეებს კი არ უნდა ველოდოთ, არამედ კვალიფიციურ გამოსვლებს უნდა ველოდოთ აზრთა შეჯიბრებას და საზოგადოება, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი უმრავლესობა საზოგადოების ყურადღებით მიადევნებს თვალს დებატებს, დარწმუნდება თუ ვისი პოზიცია არის ამ მოცემული ეტაპისათვის უფრო მართებული და ვის უნდა ანდოს მან თავისი პოლიტიკური ბედი. გადავედით არჩევნებზე. მით უმეტეს მაშინ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ აი პრეზიდენტი სულაც არ იყო ვალდებული. მოდით პირდაპირ დავარქოთ ახლა მიხეილ სააკაშვილი მარტო იმიტომ, რომ თქვა საპარლამენტო ოპოზიცია, ან არასაპარლამენტოზე საერთოდ არაფერს არ ვაბო. თუნდაც საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვდა მასთან დებატებს, დამეთანხმებით, ხო, არ მგონია რომ რაღაც ამის მიღმა რომ არ იყოს რაღაც პოლიტიკური კონკრეტული გადაწყვეტილებები, ასე უბრალოდ მოთხოვნაზე იგი დებატებზე არ წამოვიდოდა პარლამენტში. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში და ვიცით რომ ეს ასეა. ოპოზიცია მთელი იმ პერიოდის განმავლობაში წინა დებატი როცა შედგა 6 თვის წინ იყო, ხო, თუ არ ვცდები, თუ 4 თვის წინ, ისინი ამბობდნენ რომ აი არასოდეს სააკაშვილი არ მოდიოდა და არ გვედებატებოდა პარლამენტში. ანუ რაღაც ხდება და რატომ დათანხმდა მაშინ? დიახ, არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, კონკრეტული გადაწყვეტილებაც. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის კონცეპტუალური გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც წინა მოსვლაზე პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ დემოკრატიის ახალი ტალღა უნდა იყოს ქვეყანაში. ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ძალიან ინტენსიური საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დიალოგი უნდა შედგეს. ეხლა აღარ ჩამოვთვლი იმ თემებს, იმ მართლა მრავალფეროვან საკითხთა ნუსხას, რომელზეც ჩვენ თავაზობდით ჩვენს ოპონენტებს საუბარს. მაგრამ დიალოგი ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს ოპონენტებს და ჩავთვალოთ, რომ ესეც არის დიალოგის ნაწილი. ეს არის ერთგვარი ფორმა დიალოგისა. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხელით მომხრე ვარ ნებისმიერი გამოვლენების აზრის გამოხატვის, მათ შორის ქუჩის აქციების და მანიფესტაციების, მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოება უნდა ეცადოს სულ უფრო და უფრო მეტად დაცალოს პოლიტიკა ემოციებისაგან და საღი განჯის პირობებში, მშვიდობიანობის პირობებში უნდა გაიმართოს ყველაზე მწვავე დებატებიც კი. სად უნდა გაიმართოს ეს დებატები? თუ კი ვთქვათ, ოპოზიციის არც ერთი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. ეხლა თქვენ წეღან ახსენეთ, ჩვენო პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება დემოკრატიის ახალ ტალღაზე. აი, მოდით ერთად რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება დემოკრატიის ახალ ტალღაზე. თქვენი ოპონენტები იმავე პარლამენტში დემოკრატიაზე როდესაც არის საუბარი, გახსენებენ თუნდაც იმ კანონპროექტს, რომელიც სასწრაფო წესით იქნა, ხო, ეს ცვლილებები მიღებული მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ და უმძიმესი განცხადებები კეთდება, რომ ამით ხელისუფლება კიდევ უფრო რეალურად ცილდებაო საკუთარ ხალხს, ვიდრე ვთქვათ რაღაცა დემოკრატიული გამოხატვის თავისუფლებას ანიჭებს. ამაზე ოდნავ მოგვიანებით მე დეტალურად მაგრამ რა შეიცვალა? შეიცვალა ის, რომ დაახლოებით 6-7 თვის წინ პრაქტიკულად მინიმიზებული იყო პირდაპირ ასთა გაცვლა გამოცვლა ეთერებში პოლიტიკურ ძალებს შორის. მე, რომელიც არა ვარ ყველაზე უფრო თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ნამდვილად მიხდება ყოველდღიური მისვლა სხვადასხვა ტელევიზიის ეთერებში, რომ გამოვხატო ჩვენი პარტიის პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის როგორც პირდაპირი დებატების გზით, ისე ისეთი ფორმით, როგორც ახლა ჩვენ საუბრობთ რადიოში, ტელევიზიაში, გაზეთებში. რევოლუციით მოსული მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აი თურმე დემოკრატიის ახალი ტალღის პირველი მიღწევა, რაც თქვენ გაგახსენდა, ყოფილა ის, რომ თურმე დებატებზე მიდის ხელისუფლება. მოსვლიდან 5 წლის თავზე ეს არის მიღწევა. ჩვენ საზოგადოებას უნდა გქონდეს შესაძლებლობა, რომ დაუბრკოლებულად მიიღოს ინფორმაცია ყველა პოლიტიკური ძალის ხედვის შესახებ, მას ეს ინფორმაცია აქვს. მე ვფიქრობ, რომ არავითარი დაბრკოლება იმაში, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ლიდერმა თავისი ხედვა სამომავლო პროცესთან დაკავშირებით, გნებავთ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გააცნოს საზოგადოებას, აი ესეთი პრობლემა არ არსებობს. ამავე დროს ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ისიც, რომ უკვე 4 თვე არის პერმანენტული აქციები ტარდებოდა ქუჩებში. მე მართლა გულისტკივილით აღნიშნავ ზოგიერთ გადაცდომას პოლიციის მხრიდან, ისევე როგორც მომიტინგეების მხრიდან, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც თავიდანვე იყო მიღებული,
რომ აზრის გამოხატვის უფლება არანაირად არ შეზღუდულიყო ჩვენი პოლიტიკური პარტიების, ეს იქნა აღსრულებული და როგორ რა ფორმით ბატონო გზარ მე შეგახსენებთ რაც მოხდა პოლიციის სამმართველოს და როდესაც თქვენ აი ესე ამბობთ რომ აი დემოკრატიის ახალ ტალღაზე გაგახსენდეთ მაგალითად პირველ რიგში რომ თურმე დებატებზე დაიწყო ხელისუფლებამ სიარული მე შეგახსენებთ როგორ ჩამოართვეს ჟურნალისტებს კამერები ფიზიკური შეურაცხყოფა როგორ შეუჩერეს ჩემს კოლეგებს საკუთარი მოვალეობის შესრულების უფლება იმ მომენტში და როგორი მძიმე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა ეს არ არის მე მგონი დემოკრატიის ახალი ტალღა ან რითი ახსნით თუნდაც იგივეს რომ არც ერთი მასალა არ იქნა სრულად დაბრუნებული ანუ ნებისმიერი ის ადამიანი ვისაც ქონდა გადაღებული დღეს აცხადებს რომ მათ წაუშალეს და მხოლოდ რაღაცა პატარა მონაკვეთი დარჩა გადაღებული მასალის ეს არის თქო ჟურნალისტებთან გამოხატული დემოკრატიის ახალი ტალღა როდესაც ვლაპარაკობდი გადაცდომებზე გულისხმობდი სწორედ ამ შემთხვევას მე არა ვარ მომხრე იმისა რომ რამენაირად იყოს დაბრკოლებული ჟურნალისტების მუშაობა ასევე რამენაირად იყოს დაბრკოლებული არა ჟურნალისტების ჩვეულებრივი მოქალაქეების უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი მიუხედავად ამისა ჩვენ დღესაც რუსთაველის პროსპექტზე ვხედავთ გადახერგილ ქუჩას ჩვენ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის საფუძველი იმისა, რომ პოლიციელები და სამართალდამცავი ორგანოები არ მიმართავენ ძალას იმისათვის, როცა ეს უკანონობა და ეს აბუჩა დაგდება თბილისელი მოქალაქეების შეაჩერონ. ამიტომ მგონია რომ ძალიან ბევრი აბუჩა დაგდება თუ იყო ეს საკნები და თქვენ ამბობთ რომ იყო უკანონობა. რატომ დაუშვა? მე ადრეც კითხეთ ეს შეკითხვა დავსვი და იგივეს გავიმეორე. გადაწყვეტილება რატომ ეშინოდა ხელისუფლებას ხალხის პროტესტის? არა, ეს რა თქმა უნდა ასე არ არის. ამას ყველაფერს წინ უძღოდა ნოემბერი, იცით და ძალიან მძიმე დღე იყო ეს ყოველი ჩვენგანისათვის, თუმცა ახლა აქცენტირებას თქვენი ყურადღების ამაზე არ ვაპირებ, მაგრამ საზოგადოების ერთ ნაწილში გაჩნდა აზრი, რომ არსებობენ პოლიტიკური ძალები, მათ აქვს თავიანთი ხედვა, მათ სურს გამოხატონ თავიანთი აზრი, ხალხს სურს გამოხატოს თავისი მართლა წარუკვეთელი უფლება ქუჩაში მანიფესტაციების ძი და ხელისუფლება ამას ხელს უშლის. ამიტომ ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არანაირ შემთხვევაში არ ყოფილიყო დაბრკოლებული ეს აქცია. და რამდენად ნორმალურია, რომ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, მაშინ კანონის საწინააღმდეგო თუ ეს იყო უკანონო. უკანონო იმიტომ იყო, რომ აზრის გამოხატვის უფლება აქვს ადამიანს და შესაძლებლობაც აქვს ადამიანს. შეუძლებელია ხარიხამ, ღამის ქოთანმა და რაღაცა კონსტრუქციამ გამოხატოს თავისი აზრი. ამიტომ ერთია, როდესაც ეს იყო პროტესტის სიმბოლო. დიახ, მაგრამ ერთია, როდესაც ყველა ადამიანს აქვს თავისებური გამოხატვის უფლება, მაგრამ არ შეიძლება ჩემი პროტესტის სიმბოლო იყოს თქვენ და მის, რომ მე გადავკეტო თქვენი სახლის წინ გამოსასვლელი და აღარ გამოგიშვათ სამსახურში, ხო? ეს არ შეიძლება იყოს. ადამიანის თავისუფლება მართლაც თავდება იქ, სადაც სხვის თავისუფლება იწყება. ამიტომ ამას აზრის გამოხატვის კონტექსტში ნამდვილად მე ვერ განვიხილავ. კიდევ ერთხელ მაგრამ აზრის გამოხატვის კონტექსტში მაშინ მე შეგახსენებთ ბატონო გზარ კი არის არც თუ ისე შორეული წარსულია სულ ახლახან იყო აი თქვენ ამბობთ რომ იქ იყო რკინის კონსტრუქციებია და ეს არ გამოხატა შეგახსენებთ რა მოხდა იგივე იმ დღეს პოლიციის სამმართველოსთან როდესაც სისხლიანი პოლიტიკური ლიდერები ვნახეთ კვლავ დემოკრატიის ახალ ტალღას მივყვეთ ანუ თქვენ არ მოხდეთ როდესაც თქვათ ხალხი ამ ფორმით გამოხატავს და მასშტაბური აქცია არის და მკვეთრი პოლიტიკური განცხადებები არ მოგწონთ არც საკნების ფორმით არის და ეს იყო მასშტაბური ყველაზე ნაკლებ შეეფერება ხო იმ ვითარებაში. როდესაც იყო მასშტაბური და მე პირდაპირ მინდა ვთქვა, როდესაც იყო რამდენიმე აქცია იყო მასშტაბური, მათ შორის ყველაზე მასშტაბური დამთანხმებით იყო აქცია სტადიონზე. მიუხედავად იმისა, რომ მე არა ვარ იმ ადამიანების მომხრე, იმ აზრების, იმ სულისკვეთების მომხრე, რაც გამოითქმოდა, ხო? ეს არის ნორმალური, რომ ამ ადამიანებმა გამოხატონ თავისი აზრი ამ ფორმით და როდესაც აი ეს მასა რაოდენობის ხალხი კეტავს ქუჩებს, აქ არავითარი პრობლემა არ არის. მაგრამ როდესაც 5-10 ადამიანი მთელი საზოგადოების საპირისპიროდ კეტავს ქუჩას და 10,000-ობით ადამიანს უხდება რომ შემოვლითი გზებით იაროს. მაგრამ ის უამრავი ის 1000-ობით ადამიანი, ვინც ამ მიტინგებზე სანამ დაიდგმებოდა ეს საკნები, გამოდიოდა და თავის პროტესტს ამისვლით აფიქსირებდა, ეს ხომ ნიშნავს რომ ამ სიმბოლოთი გამოხატული არის ამ ადამიანების პროტესტი. მე შეგახსენეთ იგივე ვთქვათ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენები. არც იმ ფორმით იყო ხელისუფლებისთვის მისაღები და ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, ყველას გვახსოვს სისხლიანი პოლიტიკური ლიდერები. რაც არ უნდა იძახონ რომ ეს იყო
რაღაც ისე იგი სიცოცხლისთვის არასაშიში ტყვია და ასე შემდეგ ჩვენ გვახსოვს რაც მოხდა. უფრო მეცად შეგახსენებთ, გავიხსენოთ, როდესაც იყო საპროტესტო მსვლელობა და სანუძის მიერ გადმოგდებული იგივე წვრიანი პარტია და ტირის პოპი და ანუ ჩემი პოზიცია იცით ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ახლა გამეორება არ არის. ჩემი აზრი გახლავთ ისეთი, რომ როდესაც იქ იყო მართლაც გადამეტებული ძალა პოლიციის მხრიდან, ეს ყოველი ჩვენგანის მხრიდან არის დასაგმოვი. 8 პოლიციელს აქვს ადმინისტრაციული სასჯელი შეფარდებული იმის გამო, რომ გადაამეტეს ძალას. და პოლიციამ იმოქმედა, ვფიქრობ, ძალიან ოპერატიულად თავის თანამშრომლების მიმართ. ეს ადვილი სულაც არ არის. მაგრამ იმოქმედა საქართველოს არის საქართველოში დიდი ხანი არ არის რაც დემოკრატია დაიწყო ჩვენ დემოკრატიული პროცესი ჩვენ გავდივართ ამას ისეთივე ტკივილები მართლა სალმობათა ტკივილებია ეს ისეთივე ტკივილები როგორც ყველა სხვა ქვეყანა ამიტომ შეიძლება ბევრი რამ ვნახოთ ისეთი რაც მიუღებელი არის ჩვენთვის ჩვენი სულისათვის ჩვენი ხედვისათვის როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა მაგრამ შეუძლებელი არის რომ უფრო ჩქარა იშვას ბავშვი ხო ასე არის ჩვენ ყველა მაკეთკენ უნდა ვიარო და დემოკრატიაზე მაგითო საუბრობ გახსნილი არის ინგა დამეთანხმეთ ამაში რომ გახსნილია ძალიან ფართო შესაძლებლობები პოლიტიკური პარტიებისათვის გამოხატოს ჩვენ მათ ვეუბნებით რომ თუ რამე არ მოგწონს დღეს ძალიან გამიხარდა სხვა შორის ირაკლი ალასანიამ ილაპარაკა ზუსტად ის რასაც 4 თვის წინ ჩვენ ვამბობდით რომ ვისაუბროთ საარჩევნო კოდექსის მოდერნიზაციაზე ვისაუბროთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და მოვემზადოთ არჩევნებისათვის ეს არის ცივილიზებული პოლიტიკური ხედვა მაგრამ ის ამბობს რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი შეიცვლება გარემო საარჩევნო ამაზე არ წავიდეთ ეს არის საარჩევნო გარემო საარჩევნო კოდექსზე მუშაობა ჩვენ გახსოვთ როგორ თავაზობთ რახან ძალიან დიდი იყო უნდობლობა პოლიტიკურ გუნდებს შორის ხო ჩვენ თავაზობდით რომ ძალიან ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეღოთ ამაში მონაწილეობა რათა მინიმალური ეჭვიც კი აღარ გაჩენილიყო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ეს არის ცივილიზებული გზა. ეხლა სხვა ამბავია ზოგადად ჩვენი პოლიტიკური პროცესის პრობლემა ერთ-ერთი გახლავთ ის რომ არ ჩანს ცივილიზებული პოლიტიკური ალტერნატივა. მე ვფიქრობ არჩევნების წინ ამგვარი ალტერნატივა დადგება და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ის ვინც არის დღეს ანუ ჩვენ ან და აირჩიოს ის ვინც მას შესთავაზებს კიდევ უფრო პოზიტიურ ხედავს. ეს არ არის ალბათ ხელისუფლების პრობლემა ხო? საზოგადოებას ექნება იმედია არჩევანის უფლება და იმედია იქნებიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, მაგრამ ხელისუფლება როგორ უზრუნველყოფს ბატონ უგზა, როდესაც აი თუნდაც ის რაც მოხდა იმ დღეს პარლამენტში, მე შეგახსენებ სასწრაფო წესით მიღებული ცვლილებები, იგივე მანიფესტაციებისა და მიტინგების შესახებ. მე მინდა უბრალოდ გავიხსენო ეხა ერთი ფაქტი, რომელიც გიორგი თარგამაძემ ამ დღეებში გაიხსენა კიდევ ერთხელ და ვარდების რევოლუციის შემდეგ რკინის გისოსების მოხსნა კანცელარიასთან სააკაშვილის ხელისუფლება მოახდინა მხოლოდ იმიტომ, რომ ამითი უნდოდა თუ რაღაც ერთგვარი დემონსტრირების დადასტურება ხალხთან სიახლოვის. ეხლა აი ამ ახალი ცვლილებებთან ხელისუფლება ისევ ამ გისოსებს მართავს. როდესაც საუბარი არის ამ ცვლილებებზე, გიორგი თარგამაძე იქნება ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარი, მე შევეცდები რომ რაღაცა ფორმით ორივე ერთმანეთს შეგახვედროთ და უბრალოდ აი ესე პირისპირ, როდესაც თქვენ დადგებით ერთმანეთთან, ორივემ გამოთქვათ ამ თემაზე თქვენი აზრი, რატომ ფიქრობს იგი ასე, მაგრამ მითხარით არის თუ არა ეს ძალიან ლოგიკური. იგივე იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მე მინდა წავიკითხო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ჩემთვის ცნობილი არის ეს ირაკლი დაუშვებელია აი ამ ყველაფრის შემოღება და დაკანონება იმიტომ რომ შესაძლებელია ვთქვათ რაღაცა ძალიან სავალალო და ძალიან გაუთვალისწინებელი შედეგები მოყვეს თუნდაც იმ იარაღის გამოყენებას რომელიც ხელისუფლების აზრით დასაშვებია და კიდევ ერთი არის ეს დემოკრატიის ახალი ტალღის შემადგენელი ნაწილი ეს ცვლილებები დიახ ვფიქრობ რომ არის დემოკრატიის ახალი ტალღის შემადგენელი ძალიან ბევრი შეკითხვა გაჩნდა და ძალიან ხშირად ორმაგი წაკითხვის სურვილი კანონის მიტინგების და მანიფესტაციების შესახებ და იყო საუბარი კერძოდ აი იმ გადაკეტილ ქუჩებთან დაკავშირებით და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტიზება ადამიანს აქვს უფლება მათ შორის მანიფესტანტს როდესაც გამოდის და აწყობს მიტინგს ზუსტად იცოდეს თავისი უფლებები და თავისი მოვალეობები თუ ადამიანმა ძალიან ზუსტად და კონკრეტულად არ არის გაწერილი ეს კანონი შეიძლება გამოიწვიოს ორმაგი წაკითხვა ხანდახან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ შეგნებულად ორმაგი ინტერპრეტაციის მიმართულებით ორმაგი წაკითხვა არა რაწერია იმ კანონში ჩვენი საინტერესოა ექსპერტი რომ დაუშვებელია თუნდაც არალეტალურ იარაღად იქნას მიჩნეული აკუსტიკური იარაღი და FN-303 რომლის მეშვეობითაც პლასტიკური ტყვეების სროლა ხდებაო იმიტომ რომ ახლო მანძილიდან სროლა მე სხვა იმედს მანძილიდან დეტალებს შესაძლოა თვით ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს და ეს ორივე იარაღი ექსპერტი აცხადებს იყო გამოყენებული 7 ნოემბერს და 6 მაისს ჩვენ ხო ველოსიპედს არ ვიგონებთ
მთელი ცივილიზებული სამყაროს მთავარი ინტერესია, რომ პოლიციელი და მომიტინგე არ მოხვდნენ უშუალოდ ხელჩართულ დაპირისპირებაში. ამიტომ არის ყველგან გამოყენებული ეს არალეგალური იარაღი, რომელზეც საუბარი არის. მე მესმის ალბათ კეთილშობილი განზრახვა იმ ადამიანის, რომლის ციტირებას თქვენ მოახდინეთ, რომ არ დაუშავდეს არაფერი მომიტინგეს და მეც თქვენც ალბათ ყველანი ამ განწყობაზე ვართ, რომ არავის არაფერი დაუშავდეს. თუმცა არა მხოლოდ ეს იარაღი, არამედ ხელკეტიც კი შეიძლება, ხელკეტის მოქნევაც კი შეიძლება დასრულდეს ფატალური შედეგით ადამიანისათვის. ეს სრულიად სხვა თემა არის, მაგრამ ამას იმიტომ ქვია არალეგალური იარაღი, რომ ის არ იწევს ადამიანის იმგვარ დაზიანებას, რომელიც საერთოდ საფრთხეა. მოდით გადავხედოთ, მე მგონი კადრები გადის, მეტი რა უნდა დაზიანდეს, ეხლა იგივე მომიტინგე რაც თუნდაც ნახეთ, იგივე გამოყენებული იყო, თვალი დაკარგეს, ხო ადამიანს. ძალიან კარგია რომ გადის ის კადრები, როდესაც მოუწოდეს პოლიციის შენობის დაკავებისაკენ და იქიდან ადამიანების განთავისუფლებისაკენ, ზუსტად ეს კადრები გადის ეხლა ადამიანების განთავისუფლებისაკენ და ამან მე მაშინაც გამახსენა ის დრო, როდესაც პოლიციის განყოფილებები წყდებოდა, იქიდან იარაღი გამოდიოდა და დამნაშავეები გამოდიოდა. მე არ მინდა რომ იმპულსი მიეცეს ამას. ეს არ არის პოზიტიური განთავისუფლებისკენო. ნინო ბურჯანაძემ ამას წინა ჩვენს ეთერში მოიტანა ერთი ძალიან ძველი კადრი, უпростоრეთ არც ისე ძველი, რევოლუციის დროინდელი, სადაც მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ თუ კი მოხდებაო ჩვენი რომელიმეო თანამოაზრის დაკავება, ჩვენ აუცილებლად მას გავათავისუფლებთ. მე მინდა პროდიუსერს ვთხოვო ვაჩვენოთ ეს. თუ შეიძლება, არა, ერთხელ კიდევ რომ ერთად გავიხსენოთ, როცა თქვენ ამბობთ, რომ აი მაშინ იყო ეს მოწოდებაო და შემდეგ კომენტარი თქვენი. თუ შეიძლება. ჩვენი აქციები იქნება ხასკასის შინობიანი, მაგრამ მინდა გავაფრთხილო ყველა პოლიციელი, მინდა გავაფრთხილო ნარჩევაშვილი, მინდა გავაფრთხილო ქვეყნის მთავარი და ყველაზე სტაჟიანი პოლიციელი შევარდნაძე. თუ ერთ ადამიანს მაინც ერთი თვა ჩამოუვარდება, თუ ერთი რეპრესია მაინც განხორციელდება, თუ რომელიმე დაკავება რომელიმე პოლიციის განყოფილებაში, პირადად მე მიშა სააკაშვილი ათასობით მომხრეებთან ერთად შევალ და გადავქელავ იმ პოლიციას, რომელიც უგემროდა. პოლიტიკური ადამიანური ემოციები იყო ვარდების რევოლუციის დროსაც და ისეთივე ემოციები იყო, რაც მოხდა ხო პოლიციის სამმართველოში. მე ყურადღება მიაქციოთ პირველ სიტყვებს, ალბათ თქვენც მიაქცევდით, რომ უაღრესად მშვიდობიანი არის აქციები. ის არ იყო მშვიდობიანი. უაღრესად მშვიდობიანი იქნება, რა თქმა უნდა, არ იყო მშვიდობიანი. თქვენ ნახეთ პოლიციის შენობის მესერზე გადამხტარი ადამიანები, უიარაღო, მომღერალი, წინასწარ მოწოდებები. რა მნიშვნელობა აქვს? არა, უიარაღო ადამიანზე ვსაუბრობთ. აქ მარტო უცნობის დაპატიმრება თქვა ადმინისტრაციული საშერი და ასე შემდეგ. არა, მომღერალი არის ეს სხვა თემა, თუ გნებოთ ის. პოლიციელი რა მნიშვნელობა? მშვიდობიან აქციებზე, საუბარია მშვიდობიან აქციებზე და თან მინდა ყურადღება მიაქციოთ იმასაც, რომ ეს ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც არჩევნების შედეგები თელმა მსოფლიომ, ყველა დამკვირვებლებმა, ვინც კი საქართველოში იყო, აღიარა არალეგიტიმურად. რა საპროტესტებენ ადამიანები? შესაძლებელია ეს თქვენი ახალი ცვლილებები შეეხოს პენსიის რაღაც თემებზე საპროტესტოდ მისულ ადამიანებს, ხო? აქ არ არის საუბარი მშვიდობიანზე. სხვა ჩანს, ნინო ბურჯანაძე ან დავით გამხეიძე არა მშვიდობიანი მეთოდებით აპროტესტებდნენ იმ პოლიციის სამმართველოში. არავითარ შემთხვევაში არ შეეხება არავის, ვინც არ დაარღვევს კანონს. იქ არის ძალიან კონკრეტულად კიდევ ერთხელ ვამბობ, იყო მთელი რიგი ბუნდოვანება, ყოველ შემთხვევაში ასეთი მცდელობა იყო, რომ ორმაგ ყოფილიყო წაკითხული კანონის ესა თუ ის მუხლი, ეხლა არის სიცხადე და კონკრეტიკა აქ შეტანილი. მე მესმოდა განცხადებები იმის შესახებაც, რომ აი თქვენ იქნებით ოპოზიციაში, ჩვენ ვიქნებით ოპოზიციაში თუ სხვა ვინმე იქნება ოპოზიციაში. ჩვენ ძალიანაც კარგად ნაციონალურ მოძრაობას რომ შესაძლებელია ისინი წავიდნენ ოპოზიციაში. ძალიან კარგად წარმომიდგენია და პირიქით ის არ წარმომიდგენია, რომ გამუდმებული ის იქნება, რა ქვია. ერთი და იგივე მმართველობა საქართველოში. ეს ასე არ იქნება, რა თქმა უნდა, როგორც კი ცივილიზებული ალტერნატივის შექმნას მოახერხებენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილი ხელისუფლებაში. ამიტომ ეს ასე არ არის წარმომიდგენია, მაგრამ მაშინაც, როდესაც ჩვენ ვიქნებით ოპოზიციაში, მაშინაც, როდესაც სხვა არის ოპოზიციაში, ჩვენ თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ. თამაშის წესები არ არის პორტების გადაკეტვა და აგურების ჩაყრა რკინიგზის ლიანდაგებში, როგორც დავით გამყრელიძემ გააკეთა. აქ მთელი ამბავი ის არის, რომ არის მართლაც კოლოსალური დეფიციტი ჩვენ შორის ნდობის, მე მინდა რომ აღმოიფხვრას ეს დეფიციტი, მე გულწრფელად მჯერა რომ სიმართლე არის ჩვენ მხარეზე და სულ ყოველთვის ფიქრობ ხოლმე რომ თვალჩორჩიან მახსენდება ხოლმე შექსპირის სიტყვები, თუ ბოროტებამ სათნოების სახე მიიღოს, თვით სათნოება არ დაკარგავს თავის იარს. მე მგონია რომ სათნოება და სიკეთე და სიმართლე ეხლა არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარე. თქვენი სახეა სათნოება და ბოროტება, ოპოზიცია ეხლა მაგას ამბობდი, შექსპირის გახსენებით. მე არ ვამბობ რომ რა თქმა უნდა რომ ვინმე სახე არის ბოროტება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები ერთმანეთთან საუბრისას. დიდი მადლობა. მე როდესაც ვესაუბრები ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, ვესაუბრები გულწრფელად. ამიტომ შესაძლოა ეს ხანდახან დიდი მადლობა.
გიორგი თარგამაძეს თხოვე ხომ ეს სტუდიაში ქრისტიან დემოკრატების ლიდერს და 2 წუთით შევეცდები თქვენთან ერთად მოვისმინო როგორ ბრძანდები. დიდი მადლობა რომ იღებ მონაწილეობას გადაცემაში. მოვისმინოთ ის მოსაზრება, რატომ მიაჩნიათ ამ ადამიანებს რომ საგანგაშოა ყველაფერი ის რაც იმ დღეს მოხდა პარლამენტში. გიორგი თუ შეიძლება. ძალიან მარტივი მიზეზის გამო არც ერთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესებისა და პრობლემების მოგვარება, კანონების გამკაცრების, პოლიციისათვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გზით არ გვარდება. ეს არის მარტივი რამ. როცა ვსაუბრობ ჩვენ ერთმანეთთან მისასვლელი გზების პოვნაზე, ერთმანეთთან მისასვლელი გზა ნამდვილად არ არის არალეტალური იარაღის ჩამონათვალის გაფართოება, ან დაუშვათ 30-ის ნაცვლად 90 დღიანი მუქარა ადმინისტრაციული პატიმრობისა იმ ადამიანებისათვის, რომელთაც 74 დღეზე საათზე მეც არ უნდა აჩერებდნენ იმ ადგილას, რომელსაც კაპეზზე, ანუ ეგრეთ წოდებული წინასწარი რატომ მიიღეს თქვენი აზრით? რას უკავშირდება ეს და მე დავემშვიდობები ბატონო გზას? მე მაინც მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ნუგზარი საუბრობს გულწრფელ დამოკიდებულებაზე ხელისუფლების წარმომადგენლებისა, რომ ქვეყანაში მართლაც დიალოგის გზით მოგვარდეს პრობლემები, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შემოდგომაზე ასეთი ტიპის პრობლემებს, რომელიც იყო თუნდაც გასული გაზაფხულის განმავლობაში, სწორედ კაცრი ხელის მეშვეობით მოაგვარებენ. სეზონის სამიტინგო სეზონის დასაწყისში 30 კაცს მოაკუჩებენ, 90 დღით შეაგდებენ იმ კაპეზეში და შემდეგ ძალიან ბევრი პრობლემა წყალებში მოგვარდება. დიდი მადლობა ბატონო გზა, გთხოვთ კომენტარს და შემდეგ ბატონ გიორგისთან განვაგრძობ საუბარი. მე მგონი ეს არის ძალიან დასანანი სიმარტივე ბატონის მსჯელობაში. ეს კანონი შემოდის არა იმიტომ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში რაიმე განმოხტვა შეიტანს. ეს კანონი შემოდის იმიტომ, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ თამაშის წესები დავადგინოთ. ჩვენს ქუჩებზე აღარ უნდა იყოს ბარიკადები, აღარ უნდა იყოს ხარიხით გადახერგილი საქართველო, მათ შორის ისეთი ხარიხითაც, როგორც ერთ დროს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა ჩოლოქზე აღმართეს. შეიძლება ეს ასეა, თუმცა უნდა დავაზუსტოთ ისიც მაშინ ბატონო გზა, რომ აქ ჩვენ ვსაუბრობთ ავადმყოფობის უკვე საბოლოო სიმპტომების მკურნალობაზე. რა ავადმყოფობაზე? ის ავადმყოფობა რაც გვჭირს თლიანად ჩვენ საზოგადოებას. ეს ადამიანები ქუჩაში არიან გამოსული პროტესტის გამო და უკეთესი იქნებოდა მთელი ამდენი ენერგია, მათ შორის დებატების დაგეხარჯა იმაზე, რატო გამოდის ამდენი ადამიანი ქუჩაში, რატო გამოხატავს პროტესტს, რატო არის თვეების განმავლობაში იმ საკანში და რატომ არ მიმართავს პროტესტის შედარებით უფრო წყნარ და უფრო კომფორტულ ფორმებს. ხო, ამას უმკურნალოდ ჯობია თორე ახლა იქ რომელი არახს დაომიზნებ და ამიჯერეთ რომ ის ადამიანები ამით არ დიდი მადლობა გიორგი გიორგი დარჩება და მას შესაძლებლობა აქვს საუბრის მე მესმის რომ ახლა ამ ფორმატში დიდხანს ვერ გაგრძელდება ჩვენი საუბრები ხვალ არის დებატები ხვალ პარლამენტში პრეზიდენტს არ ევალებოდა მოსვლა მიუხედავად ამისა მან გადაწყვეტა მე ვფიქრობ ეს არის გახსნილობის და ჩვენი ტრანსპარენტულობის კიდევ ერთი გამოვლინება იქ შეიძლება ოპოზიციას თავის აზრების გამოთქვა შეიძლება ცივილიზებული ფორმით მე კიდევ ერთხელ ვამბობ ყველასგან ველი ცივილიზებულ ალტერნატივას ჩვენი ხედვებს ამისათვის ვიქნები ძალიან მადლიერი თუმცა ამავე დროს ვპირდებით კამათსაც ხვალ ძალიან დიდი მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ ხო დაიკავოთ თქვენი ადგილი მარშალ ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების პოზიცია მართლა ძალიან საინტერესოა რას უმზადებს საპარლამენტო უმცირესობა მისი ლიდერია დღეს ჩვენი გადაცემის ბოლო სტუმარი ხვალ მიხეილ სააკაშვილი ხვალ იქნება ძალიან მძიმე დღე რამდენადაც არის წინასწარ ცნობილი გიორგი რას იტყვით ხვალინდელი დღის შესახებ მე არ მინდა რაღაც განსაკუთრებული მოლოდინები შექმნათ ამ შემთხვევაში დღე იქნება ძალიან მძიმე რადგან ცხოვრება აქვს ამ ქვეყანას ძალიან მძიმე და ჩვენს მოსახლეობას დაწყებული ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებით და დამთავრებული იმ სოციალური პრობლემატიკით, რომელზეც იქნება საუბარი. ის რომ პრეზიდენტი მოდის, ამას შეიძლება თავისი 1000 გვარი ახსნა მოინახოს და მე მაქვს ჩემი ვერსიები, თუ და გაინტერესებთ გეტყვი, რატომ გადაწყვეტა მოსვლა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ საქართველო ცხოვრობს ისეთ რეჟიმში, როდესაც აუცილებელი არის მუდმივი კომუნიკაცია პრეზიდენტისა არა მარტო საპარლამენტო ოპოზიციასთან, არამედ ყველა ადამიანთან და პოლიტიკურ თუ სოციალურ საზოგადოებრივ ჯგუფთან, რომელსაც შეუძლია ქვეყნის გამთლიანებაში და მდგომარეობიდან გამოყვანაში თავისუფლი შეიტანოს. რატომ მოდის მას შეეძლო რომ თქვათ ეს სურვილი არ გამოეხატა იგი არ იყო ვალდებული რომ მოსულიყო მაგრამ პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა რას იტყვით რატომ არა თანხმობა ხო მე ჩემგან არ იყო სწორი ფორმულირება მაგრამ აი რატომ დაიგეგმა ეს დებატები გიორგი მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე პირველი არის ის რომ დღეს პრეზიდენტ სააკაშვილს და როგორც ხედავთ მისი გუნდის სხვა წევრებს აქვთ ესეთი განწყობა ჩამოყალიბებული რომ მათ გაიმარჯვეს და გაივაკეს ასე ვთქვათ რაც არის ძალიან დიდი შეცდომა იცით რამ სხვებმა ვერ გაიმარჯვეს მაგრამ გამარჯვებული ამ თამაშიდან არავინ გამოსულა დამიჯერეთ და ყველაზე გულწრფელები ვარ ჩვენ აქ სტუდიაში საზოგადოებას დამერწმუნდება ამაში
გამარჯვებული საქართველოში ამ პროცესების შედეგად არავინ დარჩენილა. ეხლა ის რომ იქ დღეს 10,000-ობით ადამიანი არ იკრებება და ის რომ ცალკეულ პოლიტიკურ ლიდერებსა თუ პარტიებს თავის ტაქტიკასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი გამოვიდა გამარჯვებული. მაგრამ რამდენიმე დარტყმას გაუძლო, რაც არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები მოიგوارა, მაგრამ ამაზე ჩვენ მოგვიანებით გვექნება ალბათ საშუალება საუბრის და მე პირადად მექნება საშუალება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ამაზე პირისპირ ვესაუბრო. და ძალიან კარგია დებატების ფორმატი სწორედ ამისათვის. მე მაინც მგონია, რომ მისი მოსვლა უკავშირდება ერთი ამ განწყობის კიდევ ერთხელ დემონსტრირებას, რომ ფორმალურადაც მოინიშნოს მისი გამარჯვება ბჭყალებში არასაპარლამენტო რადიკალურ ოპოზიციას და ზოგადად ოპოზიციურ ტაქტიკაზე, რადგან მეც მიმაჩნია, რომ ჩვენ დავმარცხდით, რადგან ვერ მოახერხე დავმერწმუნებინა ჩემი კოლეგები სხვა ოპოზიციურ დაჯგუფებებში, რომ მათ უფრო პრინციპული პოზიცია დაეკავებინათ. მათ შორის იგივე ბატონ ირაკლის, რომელსაც უზარმაზარ პატივს ემ, როცა ის შემოდიოდა პოლიტიკურ ასპარეზზე, მე ვიცი, მათ ჰქონდათ განსხვავებული მოსაზრებები 9 აპრილის გეგმებთან და გაზვიადებულ მოლოდინებთან დაკავშირებით, მაგრამ ყველამ ჩათრევა ჩაყოლო ამჯობინა ჩვენს გარდა. ჩვენ აღმოჩნდით ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, როდესაც ორივე მხრიდან ცეცხლი გაგვიხსნეს. ხო, ეს რამდენად პატიოსანი საქციელი იყო, ეს საზოგადოება შეაფასებს ამას მომავალშიც მით უმეტეს, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილი ალბათ მოდის კიდევ იმის გამო, რომ ბაიდენის ვიზიტს ველოდები და ჩვენ ხო დემოკრატიული ქვეყანა ვართ, აქ ხო პოლიტიკური დებატები, აქ ხო პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში პარლამენტში კითხავს სპეციალური კომისია, ეს ხო ის ადგილია, სადაც ჩვენ შეგვიძლია პირში უთხრათ პრეზიდენტს ყველაფერი, რისიც თქმას გსურს და ეს მართლაც ასე იქნებოდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ და მესამე ალბათ ჩემის აზრით არანაკლებად მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი არ არის იმდენად გულუბრყვილო და არც ბატონი ნუგზარი, რომელიც ამ ადგილას იჯდა, ვერ ხვდებოდეს, რომ შემოდგომაზე კვლავ იქნება ახალი ტალღა, კვლავ გამოვლენ ადამიანები და მიუხედავად გამკაცრებული კანონმდებლობისა, ხელისუფლებას კვლავ მოუწევს იმის თქმა, რომ ისინი სულგრძელები იქნებიან და არ შეასრულებენ კანონს, არ დაშლიან მომიტინგეებს თუ არ აიღებენ სხვა რაიმე ხერგილებს. ამას გააკეთებენ, სხვა გამოსავალი არც მაშინ ექნებათ. უბრალოდ იმ პერიოდში, როდესაც მიტინგების სეზონი მოდის ხოლმე საქართველოში და ეს არის გაზაფხული და შემოდგომა, საქართველოს პარლამენტში ასე ადულაციარული შეუძლებელი იქნება. ამიტომ მე მგონია, რომ თავისი კონსტიტუციური ვალდებულებების წინ წაგდების თვალსაზრისით ახლა არის კარგი პერიოდი საიმისოდ, რომ მოვიდეს პარლამენტში. მithumetes ხედავთ, რომ რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება პრეზიდენტს პარლამენტში მოსასვლელად გარედან ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ ელის. ეს საღამოა და არაფერი არ. რამდენადაც მე ვიცი, ახალგაზრდული მოძრაობა შემოგვიერდის წევრები ხვალდილის 5 საათიდან აპირებენ გაამაგრონ შესასვლელი კარებები და ისინი საკუთარ მოთხოვნებს წაუყენებენ პრეზიდენტს. ყოველ შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ ჩვენი მეგაფონების ფონზე ჩაივლისო. თუმცა ისინი უკვე თითქმის ერთი კვირა დგანა და მე მართლა ძალიან გულშემატკივრობ მათ და 40 გრადუს სიცხეში წარმოვიდგინეთ ღია ცის ქვეშ ეს ახალგაზრდები დგანან აპროტესტებენ ბევრ ამას და მათ შორის უპირველეს ყოვლისა მათი რამდენიმე თანამოაზრის განთავისუფლებას ითხოვენ და მე მინდა ამ მოთხოვნასაც შევუერთდე. კი ბატონო გიორგი, თქვენ წეგან თქვით, რომ აი შემოდგომაზე დაიწყება კიდევ უფრო შეიძლება მძაფრი საპროტესტო გამოსვლები. ამ შემთხვევაში შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ იგივე ქრისტიან დემოკრატები შეიძლება ვიხილოთ ამ საპროტესტო მიტინგებზე. იცით რატომ გეკითხებით? ეს კითხვა პარლამენტში გაისმა უმრავლესობის მხრიდან. ხო თქვენო ვის პოზიციებს იცავთო? სამართლიანობის. ინგა ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ქრისტიან დემოკრატებისთვის და პირადად ჩემთვის გიორგი თარგამაძისთვის დემოკრატია არ არის უმაღლეს ღირებულება. თავარი რისთვისაც ვიბრძვით, ეს არის სამართლიანობა. და სამართლიანობა დემოკრატია არ იყო თამარის ეპოქაში, მაგრამ იყო უზენაესი გამოხატულება სამართლიანობისა. სამართლიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დღევანდელ სიტუაციაში კაცობრიობამ დემოკრატიაზე უკეთესი გზა პოლიტიკური მართლობისა სამართლიანობის მისაღწევად ვერ მოიფიქრა. ამიტომაც ჩვენ დემოკრატიის მოთხოვნებით გამოვდივართ. და ამ ბრძოლაში, როცა პოლიტიკაში ხარ და პოლიტიკოსი ხარ, შენ გამოიყენო ყველა იერარქია. ეს იერარქია არის ჩემი შენთან დიალოგი აქვს თუ ჩვენს ოპონენტებთან პაექრობა. ეს იერარქია არის პრეზიდენტთან პირისპირ დებატებში მონაწილეობის მიღება და შენი პოზიციების დამტკიცება, შენი არგუმენტების წარდგენა საზოგადოებისათვის. არა მარტო კრიტიკა და საკრიტიკო ძალიან ბევრია, იმდენი რომ არც კი ვიცით. ჩვენი საკრიტიკო ხურჯინიდან ქრისტიან დემოკრატებმა რომელი ამოვიღო და რომელია ყველაზე აქტუალური. ეს იერარქია მათ შორის საპროტესტო აქციები და ჩვენი დაარსების დღიდან მოყოლებული არაერთ საპროტესტო აქციაში მიგვიღია მონაწილეობა. ჩვენ უბრალოდ ყოველთვის ვცდილობდით შეგვეტანა მეტი რაციონალიზმი ქართულ ოპოზიციურ მოძრაობაში და გვეთქვა სიმართლე. რისიც არ გვჯეროდა, იმას არ ვეუბნებოდი საზოგადოებას, ტყუილს არ ვეუბნებოდი და არც ვეტყვი და არც გაუზრდი მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის საპროტესტო აქციებით მხოლოდ შესაძლებელი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა. სანამ სააკაშვილი არის ხელისუფლებაში, ქართულმა ოპოზიციამ რაც არ უნდა ბევრი სისულელე გააკეთოს და რაც არ უნდა ბევრი შეცდომა ჩაიდინოს, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ოპოზიციური
ოპოზიციური მუხტი საქართველოში ყოველთვის მაღალი იქნება. ხო, რასაკვირველია, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში ეს იქნება უფრო მეტად სააკაშვილის დამსახურება ვიდრე ოპოზიციის. კი ბატონო, თუმცა ერთი ასეთი კითხვა მინდა დაგისვა, თუ შეიძლება ქუჩის აქციები, როგორც ასეთი, ამ წუთებში, აი ხელისუფლების საყვარელი თემა გახდა, რომ ამ წუთას იქ საკნები დგას, სად არის ხალხი, სად არის ის მუხტი, ადამიანები როცა აპროტესტებენ, სხვა თემაა, მაგრამ ისე გადახერგილი რუსთაველი და ასე შემდეგ. მე სიმართლე გითხრა, უფრო მეტად მესმის იმ ადამიანების ძალიან მცირე ნაწილია ახლა დარჩენილი იქ პარტია თავისუფლების წარმომადგენლების, რომლებიც ბოლომდე რჩებიან იმ საკნებში და არტოვებენ იქაურობას, რადგან მათ სიტყვა მიცეს ხალხს. პოლიტიკოსებთან ერთად და უფრო მეტად პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომ იქაურობას არ დატოვებდნენ და კიდევ სხვა ადგილებს სანამ სააკაშვილი არ წავიდოდა. ხო, ეს ძალიან საინტერესო მიუხედავად იმისა, რომ მე თავიდან ვთვლიდი, რომ ეს იყო ეს იყო მცდარი ტაქტიკა და ამ შედეგით პირიქით რისკის წინაშე ვაყენებდით საერთო ოპოზიციურ ამოცანებს, მაგრამ იმ ადამიანების გაცილებით მეტად მესმის, ვიდრე მათი, ვინც საზოგადოებას არ წვნებდა იმაში, რომ ეს იყო ერთ-ერთი გამოსავალი, ამით ყველა დანარჩენს. გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც დღეს 40 გრადუს სიცხეში დგანან და იქიდან ფეხს არ იცვლიან. იმ ადამიანების მიმართ კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს პატივისცემას მიუხედავად იმისა, რომ საერთო ოპოზიციური მიზნები გვაქვს, მაგრამ ტაქტიკაში იყო განსხვავებული. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით მე ირაკლი ალასანიასაც დაუსვი ეს კითხვა, დაიწყო ეს საპროტესტო მოძრაობა 9 აპრილს საპროტესტო გამოსვლები და უკვე მივედით იქამდე, რომ თქვათ, როდესაც სვავ კითხვას ადგილობრივი არჩევნები რომ დაინიშნოს, მიიღებ თუ არ მიიღებ მონაწილეობას პოლიტიკური პარტია, ეს უკვე თავისთავად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ასე ფიქრობ? ისევე როგორც ასახლებოდა ყოველთვის საქართველოში და ზედმეტი პრანჭიაობა ამ თემას არ ჭირდება. ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. მაგრამ ისინი აცხადებდნენ, რომ მხოლოდ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია. მე მაინტერესებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თვალი. ჩვენ ამას არასოდეს ვაცხადებდით და მე შეგახსენებთ, რომ ვამბობდით, იყო შანსი 6 თვის წინ. აი ამ წერტილისთვის მიგვეღწია იქ 6 თვით ადრე. მე მეუბნებოდი მაშინ, რომ შენო ამ ტაქტიკითო სააკაშვილს უხანგრძლივებ ხელისუფლებას. ვისგან გამოვიდა ხელისუფლების განხორციელება სააკაშვილისთვის? როცა ახლა ვიწყებთ 6 თვის შემდეგ საარჩევნო კოდექსზე მუშაობას თურმე აქტიურად? ნებით უნებლიეთ იმ ადამიანებისაგან, რომლებიც სრულიად განსხვავებულ ტაქტიკას თავაზობდნენ ქართულ საზოგადოებას, რომელშიც იყო დიდი საპროტესტო მუხტი, რომელსაც არც ჰქონდა და არც ახლა აქვს, მაინც და მაინც დიდად კეთილგანწყობა მთელი ოპოზიციური სპექტრისადმი და ცალკეული პოლიტიკური ლიდერებისადმი, ხალხი ქუჩაში გამოდის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაშვებული შესაბამების გამო და იმის გამო, რომ უყვარს საქართველო. და იმ ადამიანებს, ვისაც უყვართ საქართველო და რომლებიც თავიანთ ფიზიკურ, ფინანსურ, ფსიქოლოგიურ შესაძლებლობებს ხარჯავენ იმისათვის, რომ შედეგი იქნას მიღწეული და შენ ამაში არ უმართლე, ბუნებრივია შენი პასუხისგებლობის, პოლიტიკური პასუხისგებლობის საკითხი დგება. 6 თვის წინ შეიძლებოდა ამხელა საპროტესტო მუხტის გამოყენების მეშვეობით ჩვენ მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რაზეც ახლა საუბარი, საარჩევნო კომისია იქნება, იქ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებლობის საკონსტიტუციო კომისია თუ ასე შემდეგ. მაგალითად ეს პარტიების უმეტეს იგივე ეროვნული ფორუმი ირაკლი ალასანიამ დაადასტურა იგი და მისი პოლიტიკური პარტნიორები ალიანსი არაპირებენ არც ზურაბ ნოღაიდელის პარტია ვთქვათ აი იმ საპროტესტო მიტინგში მონაწილეობას, რომელიც ბაიდენის ჩამოსვლასთან დაკავშირებით იმართება. გიორგი, ერთი კითხვა. ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ, რადგან მე როგორც მოусმინე თავად იმ აქციის ინიციატორებისგან, ამას არ აქვს არანაირად ანტიამერიკული და ანტიბაიდენისტური განწყობების მატარებელია და არ მხარდამჭერია. რატომაც ხალხის მოთხოვნას მართალია ეთქვა, რომ ეს აქცია იქნება ლოზუნგით საქართველოში ცვლილებების დრო, მე უბრალოდ მინდა თქვენ შეგახსენოთ ქრისტიან დემოკრატებს და მათ მხარდამჭერებს კარგად ახსოვთ ეს, რომ ჩვენი საარჩევნო ლოზუნგი სწორედ 1 წლის წინ საქართველოში იყო სწორედ ის, რომ ცვლილებების დროა საქართველოში. გიორგი, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, თუ შეიძლება. ხვალინდელი დღე, როგორც წესი წინასწარ პოლიტიკოსები ერიდებიან ხოლმე ისაუბრონ, თქვათ რა აქვს დაგეგმილი მეორე დღეს, ასეთ მნიშვნელოვან დღეს. მე მაინც მინდა მივიღო თქვენგან ინფორმაცია იმის შესახებ, რას უმზადებს გიორგი თარგამაძე და მისი გუნდი ხვალ მიხეილ სააკაშვილს. გულისხმობ იმ მთავარ თემებს, რომელზეც თქვენ მოგიწევთ გამოსვლა. ჩვენ ძალიან სერიოზულად მოვემზადეთ. მეც გეტყვით, რომ ის დრო, რომელიც გამოყოფილი არის უმცირესობისთვის, არა მარტო ჩვენი ფრაქციის წევრებმა, არამედ ჩვენი კოლეგა, პარტნიორმა, ორგანიზაციებმა დავინაწილეთ და ქრისტიან დემოკრატებიდან მხოლოდ 4 დეპუტატი გამოვათ. რა თქმა უნდა, თემებიც გადავინაწილეთ იმისათვის, რომ ჩვენ დრო მაქსიმალურად ავეთვისოთ და ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე ვისაუბროთ, დაწყებული ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებიდან, იმ დიპლომატიური მარცხის გაანალიზებიდან,
რომელმაც საქართველოს მიიყვანა ვითარებამდე, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენ საერთაშორისო მეთვალყური აღარ აყვავს საერთოდ და ხელისუფლება კვლავ ბერავს ტყუილებით საქართველოს მოსახლეობას და ცდილობს დაარწმუნოს იმაში, რომ ეს ცუდი თურმე კარგია და ამით რაღაცას მივახციეთ. ეს არის ძალიან ცუდი, ეს არის მარცხი სახელმწიფო საგარეო პოლიტიკის და ამაზე ღიად უნდა ვილაპარაკოთ და ძალიან კრიტიკულად უნდა ვილაპარაკოთ. მე პირადად ვაპირებთ ამაზე ძალიან მკაცრად საუბარს პრეზიდენტ სააკაშვილთან და მაინტერესებს რა პასუხები ექნება მას სწორედ აი ამ შედეგებთან დაკავშირებით. და რას ფიქრობს ის იმ პასუხისგებლობაზე, რომელიც 2003 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით შედეგის სახით მოიტანა, თუნდაც აგვისტოს მოვლენებისა და აგვისტოს ომის შედეგად. თუმცა არც რევოლუციამდელი საქართველოსთვის ყოფილა რაიმე განსაკუთრებული შედეგი იგივე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ახლა ამაში ალბათ დამეთანხმებით. უბრალოდ ამაშიც გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ თურმე წარმატება არის თურმე ის, რომ ჩვენ გავალღვეთ ეს კონფლიქტები, მაგრამ როგორ გავაცხელეთ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა და რა შედეგი დაგვიდგა. ამაზე პასუხი უნდა აგონ ადამიანებმა, პოლიტიკურმა ლიდერებმა, ხელისუფლებამ და მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციურად მთავარმა გარანტმა ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ამ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის. ის პოლიტიკა, რომელსაც ახორციელდებდა ნაციონალური მოძრაობა და პრეზიდენტი სააკაშვილი ამ წლების განმავლობაში, მოდიოდა წინააღმდეგობაში ჩვენს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან. და ამის შედეგი არის ზუსტად თუნდაც ერთწლისიანდელი ომი. ომი, რომელიც საქართველოს არ დაუწყია და თქვენ იცით, რომ არც მაშინ და არც ახლა მე პირადად გიორგი თარგამაძე და ქრისტიან-დემოკრატები არასოდეს ვამბობდით იმას, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ან რომელიმე საქართველოს მაღალჩინოსანმა დაიწყო ომი. ეს იყო ერთი ეპიზოდი რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი დაპირისპირებისა. ეს იყო კარგად დაგეგმილი აქცია და სამწუხაროდ ძალიან კარგად გაებდა ხაბანში. მე იმაჩნია, რომ 2003 წლიდან მოყოლებული ჩვენ მქონდა ძალიან ბევრი რესურსი და საშუალება საიმისოდ, რომ რუსეთს ამდაგვარად, ასე ადვილად და მსუბუქად და ჩვენთვის ძალიან მძიმე და სისხლდენილად თავისი ინტერესები არ განეხორციელებინა. ამ თემებზე მექნება ჩემი გამოსვლის მთავარი ნაწილი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის სოციალური პრობლემები, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეკონომიკური პრობლემები, დემოკრატია. ვიღაცას გონი მე გითხარით, რომ ეს დემოკრატია ჩაციკლულები კი არა ვართ. გუშინ უთხარი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, რომელიც ევროკავშირის მოგეხსენებოდა ახლა, რომ შვედეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და წარმომადგენლობის უფროსია, ასე ვთქვათ, პოლიტიკის გამტარებელი, ხო? სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი კატეგორიულობითა და პრინციპულობით ევროპაში რუსეთის მიმართ. რომ ეს დემოკრატია რაღაცა აჩემებული კი არა გვაქვს ქართულ ოპოზიციას და პირადად მე და ქრისტიან-დემოკრატებს. დემოკრატია არის გასაღები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება, უნდა უზრუნველყოს ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვა, სწორედ ამ გზით შეიძლება მხოლოდ საქართველო გახდეს იმდენად მიმზიდველი, რომ ამ ადამიანებს, ამ რეგიონებში მცხოვრებ რიგით ადამიანებს და არა ბაგავშს და შამბას, როდესმე გაუჩნდეს სურვილი საქართველოსთან ინტეგრაციისა და ერთ სახელმწიფო ქოლგის ქვეშ ცხოვრების და დემოკრატია იქნება სწორედ გასაღები ჩვენი ეკონომიკური წინსვლის იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეს კონდეს ღირსეული ცხოვრების პირობები საქართველოში. კი ბატონო, გიორგი, როდესაც თქვენ ამ თემებს აყენებდით, თუნდაც იგივე მე შეგახსენებთ სააკაშვილის გამოსვლას, ცნობილ გამოსვლას რამდენიმე თვის წინ საპარლამენტო დებატებში. ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა გააკეთა ასეთი განცხადება, რომ აი ჩვენ როდესაც ვიყავით, თქვათ, პარლამენტში, მაშინ სააკაშვილი ყოველთვის უარს ამბობდა, მიიღო მონაწილეობა დებატებში და მათ უწოდეს ერთგვარად დადგმული რაღაცნაირად სპექტაკლი მაშინ თქვენს დებატებს. თუმცა ეს იყო ძალიან მწვავე დებატები, მაშინ თქვენი მხრიდან დაყენებული პრობლემები. მე მაინტერესებს ეხლა, რამდენად ელით, რომ იგივე თქვენი კოლეგების მხრიდან შესაძლებელია კვლავ შეფასდეს ხვალინდელი დებატი, რაც არ უნდა მწვავე იყოს თქვენს მიერ წამოყენებული თემები, რომ ეს არის სააკაშვილისთვის დადგმული სპექტაკლი, რომ აი თურმე სააკაშვილს ჩვენ უნდა შევუქმნათ და ოპოზიცია ამაში ეხმარება მას დემოკრატის იმიჯით, თუნდაც იგივე ბაიდენის ჩამოსვლის წინ. ჩემო კარგო ინგა, სააკაშვილს ვინ მიეხმარა იმაზე მეტად, რომ თავისი ბოლომდე შერყვნილი დემოკრატი ლიდერის ავტორიტეტი მეტნაკლებად მაინც აღედგინა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც იმ აქციებმა, რომლის მეშვეობითაც მთელ მსოფლიოში ლაპარაკი იმაზე მიდიოდა, თურმე როგორი მომთმენი და სულგრძელი სახელმწიფოს პირველი პირი ყავს საქართველოში, რომელიც ამასაც კი ითმევს ყველაფერს, როცა კურდღლებს უყრიან ეზოში და სტაფილოებს ისვრიან, რომ პასუხს არცემს. მოდი ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ და მე პირიქით მოუწოდებ ყველა ოპოზიციონერ ლიდერს, რომ თავი შეიკავოს ცინიზმისგან, თავი შეიკავოს სხვების დაცინვისგან, რადგან სასაცილოდ არ ამგონია ჩვენ გქონდეს ქრისტიან-დემოკრატებს საქმე. საერთოდ არც ეს არ აქვს სასაცილოდ საქმე და ხალხაც მობეზრდა ამ ტიპის ინსინუაციები და манипуლირება. ეხა თურმე ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ სააკაშვილის ხელისუფლების ნაწილს და წარმოადგენდნენ ნაწილს კოლექტიური სააკაშვილისა, აქვთ იმის უფლება, რომ ქუჩაში ილაპარაკონ სააკაშვილის საწინააღმდეგო
წინააღმდეგოთ მიკროფონთან და მე ადამიანს რომელიც წლების განმავლობაში და არა მარტო ჟურნალისტური არამედ ჩემი წინა პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მთელი ჩემი შეგნებული პოლიტიკური ცხოვრება ვებრძოდი ზუსტად იმ მოსალოდნელ შედეგებს მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებისა და შევარდნაძის ხელისუფლების სახით რომელმაც საქართველოს ამ სიტუაციამდე მოიყვანა მე არ მაქვს უფლება პირისპირ უთხრა მას ის სათქმელი რომელიც მე მაქვს მე მაქვს ამის უფლება და მე ვარ მოვალე ეს გავაკეთო და ამას გავაკეთებ და ჩემს მეგობრებთან ხვალინდელი დღე იქნება ალბათ ძალიან საინტერესო პარლამენტში წეგან ახსენეთ ჟურნალისტიკა მე მარტო ჟურნალისტობიდან არ ვახერხებდიო ამას და მე მაინტერესებს რა სიტყვის გიორგი თარგამაძე აი იმ ტელეცვლილებებზე რომელიც განხორციელდა ამ დღეებში პირველ არხთან იმედთან და იგივე რუსთავიორთან მიმართებაში ეს არ არის უბრალოდ თემა რომელიც ისე კულუარებში სალაპარაკოა ეს არის თემა რომელიც ძალიან დიდ კითხვის ნიშანს იწვევს მე მაინტერესებს რითი ახსნით თქვენ ამას მე მაგ ძალიან მარტივი ახსნა ამ თემასთან და საკითხთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირდაპირი ანარეკლი იმ შიდა სახელისუფლებო გადანაწილებებისა, რომელიც დაიწყო ხელისუფლების შიგნით. შეიძლება ამ ეტაპზე ცოტა რთულია თქმა, რომელმა ჯგუფმა და გუნდმა გაიმარჯვა, თუმცა ასევე კულუარული ინფორმაციით, რომელიც მე და დარწმუნებულია თქვენს გაგაჩნიეთ და მთელს ქართულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტსა და ელიტას დაახლოებითი წარმოდგენები უკვე გვიჩნდება. ასე რომ ეს არის ძალიან საინტერესო ნიშანი. რომელმა გაიმარჯვა, არ ვიცი რას გულისხმობ. ყოველ შემთხვევაში იმას არ გაუმარჯვია, ვისაც ჰქონდა გადამწყვეტი სიტყვის თქმის უფლება ამ ტელევიზიებზე გავლენის განხორციელებისა, ხო? და სრულიად სხვა მოთამაშეები გამოჩნდნენ ხელისუფლების შიგნით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილმა გაუშვა ესე იგი სამართავის სადავეები ხელიდან, არამც და არამც. უბრალოდ აშკარად სახეზეა, რომ რაღაცა პროცესი მიმდინარეობს ხელისუფლების შიგნით. ვინ გამოჩნდნენ? გიორგი, თუ შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად. მე არ მინდა რომ რაღაც ზედაპირულად ჭორების დონეზე ვილაპარაკო, თუმცა ფაქტია, რომ აქამდე იყო საუბარი იმაზე, რომ ქალაქის მერი ახდენდა გამსაზღვრელ გავლენას ამ პროცესებზე, დღეს სრულიად სხვა სახელები და გვარები ჩანს, თუნდაც იგივე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი არულაძის სახით. სხვა ტელევიზიებთან დაკავშირებით სხვა ინფორმაციებია. მე ასევე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ შემოდგომა, რომელიც ახსენეთ თქვენ ჩვენი საუბრის დასაწყისში, შემოდგომაზე შესაძლებელია კიდევ უფრო გაამკაცროს, რომ ხელისუფლებამ თავის პოლიტიკა და წეღა როდესაც ბატონ უგზართან შეგახვედრეთ სტუდიაში ახსენეთ, რომ ისიც კი არ არის გამორიცხული, თუნდაც 1-30 კაცი დაიჭირონო. რას უნდა ველოდოთ? ანუ თქვენ ელით რომ ხელისუფლების პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცდება, თქვენ ამ უგზარ ციკლაური საუბრობდა პოლიტიკური ახალი დემოკრატიული ტალღის შესახებ, რომელიც ამას წინათ ის წამს ბოლო მაკვირვებს. დიახ. რაზე ვლაპარაკობთ? მიუხედავად ჩვენი კატეგორიული წინააღმდეგობისა და ჩვენ მიმართეთ ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ ფორმას საპარლამენტო მუშაობისას პროტესტის დავტოვეთ დარბაზი პროტესტს ნიშნავთ, მიუხედავად ამისა, სამი მოსმენით საპარლამენტო უმრავლესობა მიიღო გადაწყვეტილება სამ კანონში, ადმინისტრაციულ კოდექსში, პოლიციის შესახებ კანონში, მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება აპირებს გაამკაცროს თავისი პოლიტიკა. ხელისუფლებამ ეს გაზაფხული გამოიარა ისე, რომ ეჩვენებინა სოფლიოსთვის, რომ ის დემოკრატიულად არის განწყობილი, ხო, რომ ესე ოპოზიცია არაფრის მაგნისია. ამას დაამატა კიდე ის PR სვლები, რომელიც შიგნით ქვეყანაში ნაკლებად მუშაობს, რადგან ამ ხელისუფლების ავტორიტეტი იმდენად დისკრედიტირებულია, სულ სახარების სიტყვებით ილაპარაკონ, არავის არაფერი აღარ ჭერა მათი, ხო? მაგრამ ისინი შიდა საზოგადოებაზე აღარ მუშაობენ. ისაუბრა წეღან ბატონმა უგზარმა ბოროტებისა და სათნოების შესახებ. ბატონ უგზარი ამ სფეროში ნამდვილად არის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რასაც ვაფასებ, მაგრამ პოლიტიკაში როგორც ხედავთ, სამწუხაროდ უკვე ძალიან ადვილი გამოსაცნობი ხდება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა მიზნები. მე მიმაჩნია, რომ თუ კი პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს რეალურად სურვილი იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები პოლიტიკურ კალაპოში წარიმართოს და ამ შემთხვევაში ნაკლებად ვინერვიულებდი მე, როგორც პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის, ასევე ნაციონალური მოძრაობის მომავალზე, რომ არ იდგეს ამაზე წინ უფრო მაღალი ღირებულება და ეს არის საქართველო და ამიტომაც მადარდებს და ამიტომაც ვარ აღელვებული და ამიტომაც განვცდი ამას და ჩემთან ერთად დარწმუნებული ვარ 4.5 მილიონი ქართველი, რომელიც თუნდაც თქვენს გადაცემას უყურებს, ამ გაურკვევლობის, არასტაბილურობის, შინაგანი ფორიაქის პირობებში, რომელიც არადა არ დამთავრდა ამ ქვეყანაში, მაშინ როცა ჩვენს პარალელურად ახალი მსოფლიო გადანაწილება მიმდინარეობს და ჩვენ პირში ჩალაგამოვლებულები ვრჩებით ყველაზე უკეთეს ვარიანტში, ასე ვთქვათ, ხო? ჩვენ ჯერ ეს საკმაწყო სენი ვერ მოვიხადეთ და გონია რომ იქ ვიღაცა შეხვდა რაღაცაზე გარიგდნენ არა ბატონო ჩვენი ინტერესების დაცვის გარანტია არის მხოლოდ საქართველოს და საქართველოში ყველა პოლიტიკური და ეკონომიკური მათ შორის სოციალური წინაპირობის შექმნა იმისათვის რომ ქვეყანამ სტაბილურად მოახერხოს თავისი ეროვნული ინტერესების დაცვა ამაზე გვექნება საუბარი ხვალ ჩვენ პრეზიდენტ სააკაშვილს ძალიან საინტერესოა და მე დაგვრჩა ზუსტად წუთნახევარი მინდა ბოლო ასეთი კითხვა დაგისვათ ადგილობრივი არჩევნები ძალიან ხშირად მიდის უკვე საუბარი იმაზე რომ შესაძლებელი
შესაძლებელია დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ოღონდ ეს არ იქნება არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო, არამედ ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები. გიორგი თარგამაძის გუნდი თუ მიიღებს და ალბათ მიიღებს, თქვენ თავიდანვე ამბობდით და დააყენებთ თუ არა საკუთარ კანდიდატურას მერის არჩევნები თუ კი დაინიშნება. მე მაინტერესებს პირადად იყრით თუ არა კენჭს. პოლიტიკური პარტია იმისთვის არსებობს, რომ არჩევნების მეშვეობით ხელისუფლებაში მოვიდეს. ყველა დონეზე, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის. ამ შემთხვევაში თბილისი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია თავისი სიდიდის, ფინანსური, ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის მნიშვნელობით. ასე რომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენ გვეყოლებათ ჩვენი კანდიდატი ყველა რაიონში, არა მარტო თბილისში და ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს რეგიონებში არსებულ მდგომარეობას. თითქოს თბილისი არის მხოლოდ ასე ვთქვათ პრობლემატური და არა ბატონო, არც ახლა გაგხსენებია ჩვენ რეგიონები და არც არასოდეს დაგვავიწყდება, ქართული მთა იცლება და ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც სხვათა შორის მე მექნება საუბარი ხვალ პრეზიდენტ სააკაშვილთან იქნება ეს, მათ შორის თუნდაც სტეფანწმინდის საკითხი და მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის აღდგენის საკითხი, როცა გვიხარია და ველით რაღაც ოპტიმიზმით იმ შესაძლო პერსპექტივას, რომ ლარსის საზღვარი გაიხსნას და მოლაპარაკებები ქართულ, სომხურ, რუსულ მხარეს შორის ამ თემებზე უკვე დაწყებულია, ჩვენ ვიფიქროთ იმ საფრთხეზე, რომ შიდა მიგრაციის პრობლემა კი აღარ აქვს ახლა უკვე მარტო ჩვენს ხევს და სტეფანწმინდას, არამედ ადამიანები ლუკმაპურის საშუალებლად შეიძლება იქით გადადინდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ყველა ამ ტკივნეულ თემაზე გვექნება ლაპარაკი. მიიღებთ თუ არა არჩევნებში, როგორც მერის კანდიდატი, როგორც კი არჩევნები გამოცხადდება, ჩვენი სია და კანდიდატები ყველა რაიონში, მათ შორის თბილისში, იქნება ოფიციალურად წარდგენილი. მე პირადად ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გისურვოთ წარმატება ხვალინდელი მძიმე დღის შემდეგ. მე ვემშვიდობები ქრისტიან დემოკრატების ლიდერს გიორგი თარგამაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სხვა შორის ძალიან აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ხვალინდელ გამოსვლაში, პრეზიდენტის ხვალინდელ გამოსვლაში შესაძლებელია მთავარი აქცენტი გაკეთდეს სწორედ ამ არჩევნების შესახებ. მხედველობაში მაქვს ადგილობრივი არჩევნები და ძალიან ბევრი იმასაც ვარაუდობს, რომ შესაძლებელია ხვალინდელ გამოსვლაში სწორედ კონკრეტულად ამ თემაზე ისაუბროს მიხეილ სააკაშვილმა. ფაქტია, რომ იგი პარლამენტში მიდის რაღაცის სათქმელად. მოდით ერთად დაველოდოთ რა მესიჯები წამოვა მისგან. მე გადაგიხდით ძალიან დიდ მადლობას იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად. მომავალ კვირას ზუსტად 20 საათზე პოლიტიკური კვირა დაბრუნდება პირდაპირ ეთერში მთავარი თემებითა და მთავარი სტუმრებით. ნახვამდის.